არც მიფიქრია, რომ ამ სცენაზე შეიძლება ასეთი ამბავი ატეხილიყო. სწორედ იმიტომ აღშფოთდნენ, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. ჩვენ ვერ ვპატიობთ ქალებს, რომ ქალები არიან. ჩვენ გვინდა ისინი იყვნენ წმინდა ხატება. დეკლარირებულად სექსი ვნახეთ ჩვენ. არა, თინათინს აქვს უფლება, აქედან დავიწყოთ, რომ იყოს სექსუალური, მერე რა რომ ის მმართველია. როდესაც გვირგვინი ისვენებს, თინათინი საძინებელში რომ შედის, იქ ქალია. იქ სექსუალურია. საერთოდ ჩემი აზრით ვეფხისტყაოსანი ძალიან სუსტი ნაწარმოებია. იქ სულ არის ოციოდე კარგი სტროფი და ჩენ კი არის სისულელე. ხანი სატანა უბრალოდ წარმოუდგენელი. ახლა ეს არის ბოჭყალებში გაправება. ახლა ამ ფაქტის მერე პროცესი წავიდა ისე რომ ეს ხალხი თეატრიდან გაუშვეს, დამთავრებულია. რეჟისორები და სამხატვრო ხელმძღვანელი სხვადასხვა რამეა, კეთი. ნუ მე ამ თემაში ვერ გავყვები ამ ადამიანს. მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ და როგორც ჩემი მაყურებელი მიხვდებოდა, ახალ სტუდიაში ვარ. სწორედ ამ ფორმატში ვაპირებ, რომ წარმოვაჩინო განსხვავებული აზრები და მაყურებლისთვის იქნება საინტერესო აქტუალურ საკითხებზე, აი ამ განსხვავებული აზრების კონტექსტში უფრო კარგად შეაფასოს, გაანალიზოს და მიიღოს და სწორი ანალიზი გააკეთოს ამა თუ იმ აქტუალურ თემაზე. დღეს შევეხებით რობერტ სტურუას ვეფხისტყაოსანს ამ გახმაურებულ სპექტაკლს, რომელმაც დიდი უნებათა ხელვა გამოიწვია სოციალურ ქსელებში, ფაქტობრივად კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ეს სპექტაკლი, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანს, რომელმაც ნახა, მოსწონს კიდეც და აი ეს უნებათა ხელვა სწორედ ახლა ჩვენ სტუდიაში უნდა გადმოვიტანოთ და თქვენ შეაფასეთ უკვე რა და როგორ. სწორედ ამიტომ დღეს ჩემთან სტუმრად არიან თავად თინათინი, ქეთი სვანიძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი, თათული ღვინიანიძე, მწერალი და ჟურნალისტი და ასევე გიორგი სავალნელი, რეჟისორი და დრამატურგი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოდი დავიწყოთ. მოწვევისთვის. მადლობა. რა თქმა უნდა დავიწყოთ ქეთი თქვენგან. ხან თქვენს გეტყვი, ხან შენს გეტყვი, როგორც ამოგვივა. თქვენ როგორც გაგიხარდება. კი ბატონო. მოდი შენგან დავიწყოთ ქეთი. პირველ რიგში, როდესაც ასე დიდ ნაწარმოებს ეჭიდები, ხო? რა თქმა უნდა, მე სპექტაკლის რეპეტიციების მსვლელობისას, ხო, უკვე რაღაც წარმოდგენა გაგიჩნდება, რომ აი როგორი გამოვა, როგორ მიდის ეს რეპეტიციები და სპექტაკლი როგორი იქნებოდა, ხო? რა იყო თქვენი მოლოდინი, რა რეაქცია ექნებოდა თქვენს წარმოსახვაში მაყურებელს და შემდეგ რეალობაში რა რეაქციებით შეგხვდათ, აი ყველაზე მეტად რა შეგეხოთ, რამ გაგაკვირვათ, აი თქვენ შთაბეჭდილებებით დავიწყოთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ ამ თემაზე სასაუბროთ შევიკრიბეთ, ხო? ნუ რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ სპექტაკლთან დაკავშირებით. წლები ბატონი რობიკო ფიქრობდა და არავის არ ეგონა თუ საბოლოო ჯამში დადგავდა. ბევრსაც არ უნდოდა და არ უხაროდა რომ გამოსულიყო ეს სპექტაკლი. ესეც იყო ახლა ადამიანები ვართ და ვიცით დამოკიდებულება, უნდა ითქვას აუცილებლად. პირველ რიგში რომ მოვხვდი ამ განაწილებაში ჩემზე ბედნიერი ადამიანი მეორე არ დადიოდა, იმიტომ რომ არ შეიძლება ახლა ეს არ გაგიხარდეს. რა თქმა უნდა, მოლოდინი მქონდა და გქონდა ყოველთვის ეგრეა ჩვენ თეატრი განსაკუთრებულად კრიტიკის ქარცეცხლში ეხება ყველა პრემიერაზე, ეს მარტო ვეფხისტყაოსანს არ ეხება. რაც შეეხება რეპეტიციებს, ბატონ რობიკო კიდე განსაკუთრებულად, იმიტომ არა რომ ეხლა მე მისი მსახიობი ვარ და 17 წელი უკვე თეატრში ვარ და მადლობა ღმერთს რომ ბევრ სპექტაკლში მომიწია მასთან ერთად მუშაობა. მიყვარს რა 2 წელი ჩვენ ახლა ესე ინტენსიური რეპეტიციები არ გქონია, იმიტომ რომ ბევრი პრემიერა გამოუშვით, გასტროლებზე ვიყავით, ნუ ასე შემდეგ. ამაზე არ დავკონკრეტდები. უბრალოდ 2 წლის განმავლობაში იყო ძიება. მან რო შევიკრიბე, თქვა რომ ეს არის სრულიად ახალი რამე. მე არ ვიცი, საით წავალთ და იმდენი ვერსია ვითამაშეთ, აი ამ პირველი ნაწილის, რომ ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპექტაკლი ვითამაშეთ ჩვენ, სანამ ამას მაყურებლამდე ამ ვერსიას მოვიტანდით. და ფაქტიურად ბევრ რამეს შევეხეთ, კიდე უფრო ჩაუღრმავდით, კიდე უფრო რაღაცა ანუ საწყისშივე, ესე იგი თვითონ რეჟისორს რობერტ სტურუას ჩანაფიქრი ქონდა, რომ ეს არის იქნება რაღაც განსხვავებული, ეს არ არის უბრალოდ ვეფხისტყაოსანს. განსხვავებული. მე პირველ რიგში ითხოვდა იმას, რომ მე მინდა რომ გასაგებიანით ვითამაშოთ. ნუ რა თქმა უნდა ისიც თავიდანვე თქვა მან როცა ამ სპექტაკლს აკეთებდა, რომ ნუ ელოდებით თქვენს ანუ მოლოდინს, რაც ადამიანებს ჰქონდათ, ხო, რეალურად რაზეც ატყდა ერთი ამბავი. თქვა, რომ ეს არის რუსთაველის თეატრის ვერსია. ეს არის ჩემი ვერსია, ჩემი ხედვა. არ მოგეწონებათ, კრიტიკას მივიღებ, ყოველთვის იღებს ბატონი რობიკო კრიტიკას. და თქვა, რომ თუ არ მოგეწონებათ თქვენ
სტადით სახში წაიკითხეთ, თან თქვენ თვითონვე დადგით. კეთი, მოდი, აი შენზე რო გადმოვიდავნთ, ახლა აქცენტი ვნახე, მსახიობი ხარ, მთავარი როლის თიანთინის შემსრულებელი. შენ ყველაზე მეტად აი ამ რეაქციებში რა შეგეხო, რამ შეგაწუხა? აი რა იყო შენთვის გასაკვირი და შემაწუხებელი? ნახეთ, გასაკვირი ის იყო პირველ რიგში, რომ ვერ გავყვები ადამიანს კრიტიკაში, რომელსაც არ უნახავს სპექტაკლი. იმიტომ რომ ნებისმიერი სცენა შეიძლება გადაიღო ისე როგორც შენ გინდა და წარმოაჩინო. ახლა პირველი შემთხვევა არ არის, რომ ვიდეო, ანუ ესე ვთქვათ, სცენებს ჭრიან და ცუდად წარმოაჩენენ. ბევრი რეჟისორის კარგი სპექტაკლიდან ყოფილა, ბევრი უარყოფითი და მე რეალურად რო ნახავდი სპექტაკლს, მსგავსი რამე არ არის. ჟურნალებშიც ესე არის ამოჭრილი და კი, ამოჭრილი. რეალურად ეხა ნახეთ, აი ამან აღმაშფოთა უფრო ვისაც არ ქონდა ნანახი, თორე მე ყოველთვის მივეკუთვნები იმ მსახიობებთან, ანუ ყველა მსახიობი ეგრეა და ანუ ყოველთვის ვარ იმისთვის მზად, რომ ჩემი როლი თუ გარკვეული ჩემი საქციელი სცენაზე ან მოეწონებათ, ან არ მივიღო, რა თქმა უნდა, მე კრიტიკა ყოველთვის მზრდის. მე ისეთი პედაგოგი მყავდა ბატონ შალვა გაწერილია, რომ აი სულ კრიტიკის ქარცეცხლში ვიყავით და ნამდვილად არ გვაქვს ყოველთვის იმის მოლოდინი, რომ ყველაფერს კარგად გავაკეთებთ. ნუ ესეა, მსახიობიც, რეჟისორიც ხან სპექტაკლი შედგება, ხან ვერ შედგება სპექტაკლი და ამისთვის, მაგრამ მზად ვიყავით, რომ ამ სცენის, ანუ არც მიფიქრია, რომ ამ სცენაზე შეიძლება ასეთი ამბავი ატეხილიყო და საუბარია შენს კაბაზე, ჩემს კაბაზე, რომელიც არის ფაქტობრივად გამჭვირვალე, ძალიან ღრმა, ასე ვთქვათ, მოხსნილი და ეს იყო რაღაცა ქართველი მაყურებლისთვის, მithumetes როცა ვეფხისტყაოსანზე საუბარი, ეპატაჟი და სკანდალური სცენა. რეალურად განათებაში მოგეხსენებათ და როცა პარტერში ზიხარ, ეს ყველაფერი სხვანაირად იფუთება და სხვანაირად ჩანს, როცა ფოტოს გადაიღებ, მოახლოებ, გამოათეთრებ და რაღაცა მაქსიმალურად მოაზუმებ. ნებისმიერი რამე შეიძლება როგორც შენ გინდა ისე დაატრიალო. მე ამან აღმაშფოთა, თორე ის კი არა რომ შეიძლება მე ჩემი შესრულებული როლი ვინმეს ხო, რა თქმა უნდა, მივიღებ ამას, იმიტომ რომ ყველას თავის ხედვა აქვს, ყველას თავის თინათინი ყავს წარმოდგენილი და ანუ გასაგები. კი, მადლობა. მოდი, საინტერესოა და დაგიბრუნდებთ აუცილებლად თათულის, რომელიც არის მაყურებელი და ჩემთვის საინტერესოა და მაყურებლისთვისაც, როგორც მაყურებელმა თავისი აზრი თქვას, ამავე დროს, რა თქმა უნდა, მწერალი და ჟურნალისტია და თავის პროფესიონალური ხედვაც აქვს ამ ყველაფერთან და შენ დაწერე ძალიან ვრცელი და საინტერესო სტატუსი, რომელსაც ფაქტობრივად დრამატურგიულად გაშალე ეს სპექტაკლი, რა მოგეწონა. მოდი ჩვენ მაყურებელს რომ კიდევ ერთხელ უთხრათ, აი ყველაზე მეტად რა მოგხიბლა ამ სპექტაკლში. მივესალმები მაყურებელს და მსმენელს, ირინა, მადლობა რომ მომიწვიე. თავიდან ვეჭვობდი ღირდა თუ არა მოსვლა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ კлау ბევრი ლაფი წამოვიდოდა ჩემკენ. როდესაც მე აქ სტატუსი დავწერე, როგორც მოსალოდნელი იყო, ხალხის აზრი ორად გაიყო. ნაწილი მეუბნებოდა რომ ეს არის ჩემი პოლიტიკური შეხედულება და მაგიტომ მომეწონა სპექტაკლი და აქ მინდა გავაჟღერე რომ პოლიტიკურად არ ვაფასებ მე ხელოვნებას, ნუ ყოველ შემთხვევაში ვეფხისტყაოსანს ნამდვილად, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი სხვა იდეალების მატარებელი ნაწარმოებია და ფაქტობრივად საზოგადოებისთვის ეს არის ბიბლია და სწორედ იმიტომ აღშფოთდნენ, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და მოდი ჩავუღრმავდეთ ამ კომპონენტს. რამ შეურაცხო ეს ხალხი? მათი აზრით თინათინი, როგორც თამარი, ეს ხომ ალუზიაა და მეტაფორაა, არის წმინდანი და განყენებული და ვერ აღიქვამენ მასში ამ ქალურ საწყისს. და რეალურად როცა იბადები ჯერ ადამიანი ხარ, ქალი ხარ და მერე ხდები უკვე შვილი, მერე ხდები მმართველი და ჩვენ ვერ გადავხარშეთ მისი ქალური მოთხოვნილება, სურვილი, იქ იყოს სექსუალური, იქ უყვარდეს, ეტრფოდეს. მე დავამშვიდებ საზოგადოებას და ვეტყვი რომ სინამდვილეში თინათინის სპექტაკლში გაცილებით უფრო ღირსეულია ვიდრე ესენი თვლიან. ახლა რატო მაგალითს მოვიყვან? არის მომენტი რომ აი რო თინათინობს და დაგოგმანებს და უხარია ცხოვრება და ყველა შენატრის, მას მამაკაცები გარს შემოარტყამენ და ყველას უნდა რომ შეეხოს და რას აკეთებს ამ დროს თინათინი იღებს შუბს და თავს იცავს, როგორც ქართველი ქალი, რომელიც ყოველთვის ასე იქცეოდა. როცა მის ღირსებას ვინმე ეხება ან ეჭვის ქვეშ აყენებენ, ის ყოველთვის თავს იცავს და იმ მოწოდების სიმაღლეზე რჩება, სადაც გვინდა რომ ვიხილოთ ჩვენ ქართველი ქალი. ასე რომ თუ იქ ამბორი იყო და თუ ჩახუტება იყო, ქართველი ხალხი როცა ფიქრობს რომ შევრყვენით რაღაც სიწმინდეს, სინამდვილეში ჩვენ კვლავაც ვიცავთ ამ სიწმინდეს უბრალოდ ვაჩვენებთ როგორია ქალი თავის ავთენტურ მდგომარეობაში. მე ძალიან მომეწონა განათება. იქ არის ერთი
ეპიზოდი, როდესაც მეფე მიდის სანადიროდ და ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ ნადირს მოკლავს, იქ ტყე ფაქტობრივად თითქმის მთლიანად გაკეთებული არის შუქით. ასევე ჩვენ ვახსენეთ, რომ სამოსი სწორედ იმიტომ არ არის გამომწვევი შოთას უწერია პოემაში, რომ ეს იყო უსარჩულო კაბა და სწორედ უსარჩულოთაც ვია ხო კაბა განათების დროს არ ჩანს ეს გამომწვევად. ეს არის ესთეტიკა. და შესაბამისად, როდესაც უყურებ, შენს ესთეტიკურ სიამოვნებას განიცდი. კიდე რა მომეწონა? მომეწონა ის, რომ შოთა თავად ყველაფერს უკავშირებს უფალს და ღმერთს, რომ სიბრძნე იქიდან მოდის, რომ თუ კი ვინმე ხელმწიფეა, ხელდასმულია უფლის მიერ და როდესაც სცენაზე მოქმედება იწყება, ვეფხის ტყაოსანი სწორედ ზეციდან ჩამოდის, როგორც ზეციური სიბრძნე. მე ძალიან ბევრი მომენტი შემიძლია მოვიშველიო და დავამტკიცო ის, რომ ეს არის კარგი დადგმა. უბრალოდ მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ აი ფემინისტურ აზროვნებასთან მივდივართ ისევ, ჩვენ ვერ ვპატიობთ ქალებს, რომ ქალები არიან და ჩვენ გვინდა ისინი იყვნენ წმინდა ხატება. და თუ კი ამ წინარე განწყობებს ჩვენ ჩამოვიშორებთ და ისე შევხედავთ ამ დადგმას, ძალიან მოგვეწონება. ძალიან დიდი მადლობა. არ შემიძლია რომ და მოდი ნამდვილად საინტერესო იყო ფემინისტური აქცენტები, მე რო ძალიან მომეწონებოდა, ყველა მიხვდებოდა ამას. თუმცა მე მინდა რომ ამ გადაცემის ფარგლებში რაღაც ობიექტურობა აუცილებლად მქონდეს და ყველა მხრიდან დავანახოთ მაყურებელს და იმ ნაწილის მაყურებელი რომელიც თვლის რომ მართლა და მე ვხედავდი კომენტარებში გულწრფელად შეურაცხყოფილია ზოგი. ეს არ არის რომ აი მაინდა-მაინც ყველა რაღაცა დაკვეთით და პოლიტიკური სარჩულით ლაპარაკობს. ზოგი მართლა აღშფოთდა რომ ქართველი ქალი გახთილი სცენაზე მართლა ნაწყენები არიან შებღალეს თუ ასე შემდეგ. მოდი გიორგისთან გადავალ, ამიტომაც კითხვით მე ვიცი რომ შენ საკმაოდ კრიტიკულად ხარ განწყობილი. თუმცა არ მინდა რაღაცა დაგასწრო აზრის გამოთქვა და პირდაპირ სიტყვას მოგცემ. როგორ ფიქრობ რატომ აღშფოთდნენ ის ადამიანები, ვინც აღშფოთდა და აი რაღაცა კრიტიკულად გამოხატეს ეს პროტესტი და სოციალური ქსელები გადაივსო ასეთი აზრებით. შენი აზრით რა იყო ამის საფუძველი და შენ თვითონ რა აზრის ხარ ამ ყველაფერს? მადლობას გიხდით მოწვევისთვის. კრიტიკულად რაზე ვარ განწყობილი, ალბათ მექნება ამაზე საუბრის საშუალება, ოღონდ მანამდე მაყურებლისთვისაც უნდა ვთქვა, მაყურებლის გასაგონად, რომ მე გამიჭირდება და არც ვაპირებ და როცა თხოვეთ მოსვლა, მაშინ ვუთხარით თქვენს პროდიუსერს, რომ მე ვერ ვილაპარაკებდი სპექტაკლის შინაარსზე, იმიტომ რომ სპექტაკლი არ მაქვს ნანახი, ძალიან მაინტერესებს. მაგრამ არ ვაპირებ ნახვას. ოღონდ ეს ჩემი პოლიტიკური პროტესტია რუსთაველის თეატრის მიმართ და არა მისი შემოქმედებითი იერსახის მიმართ ამ შემთხვევაში. 2 წელია მე იმ თეატრებში არ დავდივარ, რომლებიც რუსულ რეჟიმს ამაგრებენ. სამწუხაროა, თუმცა გულწრფელად ვამბობ, ძალიან მაინტერესებს მე ეს სპექტაკლი. რაც შეეხება სანამ რაზე აღშფოთდა საზოგადოება ალბათ ჩემს მოსაზრებას არ ვიცი რამდენად სწორს ვიტყვი. მე მინდა გითხრათ პირადად ჩემი პოზიცია, რომ რობერტ სტურუას შემოქმედებაზე ვარ გაზრდილი. მე მიმაჩნია, რომ დღემდე თუ კი ვინმე არსებობს ყველაზე დიდი შემოქმედი ქართულ თეატრალურ სივრცეში ცოცხალი, ეს არის რობერტ სტურუა. მე მეცაც გეტყვით და ამაზე ხშირად მიკამათია ჩემს უმცროს და უფროს კოლეგებთან. მე მიმაჩნია, რომ თავისი მნიშვნელობით თავად მარჯანიშვილის და ახმეტელის შემდეგ რობერტ სტურუა ყველაზე დიდი ფიგურაა ქართულ თეატრში, მომიტევოს მიხეილ თუმანიშვილის და დოდო ალექსიძის სულმა, მაგრამ ეს შეიძლება ჩემი პირადი პოზიცია, მაგრამ თავისი გავლენით, თავისი მნიშვნელობით, თავისი ხელწერით, თავისი ფორმის მრავალმხრივობით მიმაჩნია, რომ ამ კაცს სრულიად თვითმყოფადი მნიშვნელობა გააჩნია. და აბა რაღაც ვერ. მეც ცოტა შოკირებულია. მეც მინდა რომ რაღაცაზე მე პასუხი გაგცეთ აუცილებლად. აქვე უნდა ვთქვა, რომ მე პირადად ხო აბსოლუტურად ღიაობა და მიმღებლობა მაქვს ნებისმიერი ინტერპრეტაციისადმი, როგორიც არ უნდა იყოს ის. ეს არის შემოქმედის თავისუფლება, ეს არის მისი უფლება და მე მეცაც ვიტყვი ვალდებულებაც კი, რომ ხატრული ნაწარმოებების არათუ ილუსტრაციები აკეთოს სცენაზე, არამედ საკუთარი ინტერპრეტაცია შემოგთავაზოს და შემოქმედი მაშინ ფასობს, როდესაც მისი შემოქმედებითი ხედვა და ინტერპრეტირების უნარი ჩანს და არა უბრალოდ წერტილ
ნაწილმძიმით დადგას, იმიტომ რომ ასეთი ბევრი გვინახავს კინოშიც და თეატრშიც და მე პირადად არ მიყვარს ასეთი თეატრი და ასეთი კინო, მით უმეტეს როდესაც არის ინსცენირებებზე ლაპარაკი, ხო? როდესაც ახლა რუსთაველზე არის ხო ლაპარაკი, ბუნებრივია რომ ეს გარკვეულწილად სტერეოტიპები არსებობს საზოგადოებაში და ჩვენი საზოგადოება საკმაოდ დიდწილად არის ბევრ არათუ მარტო მხატვრულ ლიტერატურას არ გულისხმობ, ბევრი თვალსაზრისით ამ სტერეოტიპებში ჩარჩენილი და რაღაცა ტრადიციულ ნორმებში თუ დოგმებში, არ ვიცი, ახლა უხეში რო არ ვიყო ძალიან, ხო? შესაბამისად, მათ ჰქონდათ ალბათ სხვა მოლოდინი და ეს მოლოდინი გაუცრუვდა და როდესაც მოლოდინი გიცრუვდება, კარგი თუ ცუდი, ავი თუ ისეთი თუ როგორი არა აქვს მნიშვნელობა, ხო? ამ რაღაც გაწბილებას შემდეგ გამოხატავ გარკვეული აგრესიით, ხო? ეხლა აგრესიული ფონი რო ბევრი მხრივ მომატებულია ჩვენ საზოგადოებაში და ამისი კონტროლი უჭირს, ხო? ეს გასაგებია. შესაბამისად, როგორც კი წყალებში ვიტყვი ახლა ამ შემთხვევაში საკბილო ნახეს, ხო? ეს დაიწყო ამ ბრაზის თუ აგრესიის გამოხატვა, ხო? რაც შეეხება ეროდეს, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს რაიმე სახით გამაღიზიანებელი ყოფილიყო. ხო, თუ ეროტიკა, იმიტომ მე ძალიან კარგი ნარკვევი მაქვს წაკითხული საერთოდ ქართულ ლიტერატურაში და საერთოდ ქართულ ლიტერატურას ვასწავლე კიდეც და აქედან გამომდინარე ძალიან მაინტერესებს, ხო? საერთოდ ეროტიზმის ხაზი როგორ მოდის, ოღონდ აქ ძალიან კარგად არის განსაზღვრული რა არის თვითონ ეროსი, ხო? ანტიკური ფილოსოფიიდან წამოსული ეს ცნება, რომ ეს არ არის არც სიყვარული მხოლოდ და ეს არ არის არც სექსი, ეს არის სიყვარულსა და სექსს შორის არსებული დიდი სივრცე, სადაც დიდი ლტოლვა არის შეკავებული სანამ ის მივასე. აი ეს ყველაზე დიდი და ყველაზე მძაფრი, ხო? აი ეს რასაც უწოდებთ ჩვენ ვნებასდალ და ეს არის რუსთაველში ძალიან ჭარბად. ამიტომ თუ ეს იყო გამოხატული ამ ფორმით, ეხლა ფორმაზე მით უმეტეს, ხო, ხელოვანს ედავო მიმაჩნია რომ არც თუ მთლად გონივრულია, ხო? თუმცა ესთეტიური თვალსაზრისით სხვა არის როგორ იყო, თუმცა ვინც ნახა ამბობს რომ ესთეტიური იყო. ეხლა თუ უნდა ქეთიმ კომპლიმენტად ჩათვალოს, ეხლა ქეთის რო სცენაზე უყურებთ, თქვა რომ არა ესთეტიურია, ცოტა გემოვნებაში გარღვევა უნდა გქონდეს სულ მინიმუმ, ხო? არ ვიცი, ესეც ამას შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მე ასე მიმაჩნია, ხო? ამ შემთხვევაში აი ამ ეროტიზმის სცენაზე გამოტანა და ის რომ ვეფხისტყაოსანში წმინდანები არ არიან, ესეც ფაქტია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით. მომხრე და მოგწონთ ფაქტობრივად. იცით რა, მე არ ვიცი რა, მე რაც არ მომეწონა, იყო რაღაც ილუსტრაციები მაგალითად, ხო? როდესაც რაღაც ვედროების სცენა ვნახე, როდესაც ბატონი დათო უფლისაშვილი გამოდის და ვარდთა და ნეხვთა და რაღაც, ეხა როცა სტურვა, ჩემთვის სტურვა ის რანგია, რომ ასეთი პრიმიტიული ილუსტრაცია ბოდიში და ფეკალიების ვედრო და ვარდების, ხო, მაგრამ ესე ჩემი გემოვნების საკითხი მისი უფლება ეხა როგორ შეიძლება, ხო, მაგრამ ეს უბრალოდ არის რომ ანუ ასეთი მარტივი რაღაც მეტაფორაც არისო ამ შემთხვევაში ეს, ხო? ჩემთვის ცოტა რაღაც ისეთი იყო მე რაღაცა. ამ თვალსაზრისით, ხო, დანერ ეხა არის ლაპარაკი რომ რაღაცა რატო ყვიროდნენ, რატო, ხო, ესეც გასაგებია, ვისთვის ეს რეალისტური თეატრი მისაღებია, ვისთვის ეს რაღაცნაირად არ ვიცი, გროტესკულია თუ სატირო თუ საერთოდ რუსთაველის თეატრის ფორმატ შეიძლება თუ ხელწერა ჩაითვალოს გარკვეულწილად, ხო? ამიტომ და მით უმეტეს ეს სცენა თავისი მასშტაბით სხვა მეტყველების მანერას მოითხოვს საერთოდ, ხო? ასე რომ ამაზეც რაღაცნაირად კიდევ ერთხელ ეს არის გემოვნების საკითხი და მე უბრალოდ ვისურვებდი რომ ადამიანებს და მაყურებელს შეეძლოს შემოქმედებით პროდუქტზე ბევრად უფრო კონსტრუქციულად და ბევრად უფრო მეტი გონივრულობით და საკითხის ცოდნით გააკეთონ შეფასება, ვიდრე რაღაცა ამონარიდებზე იმპულსური რეაგირებით. კი ბატონო, მადლობა. თუმცა და ამით დავამთავრებ ამ ნაწილს, თუმცა მე აბსოლუტურად მესმის მეორე თვალსაზრისით, რამ წაახალისა ეს პროტესტი. ეს არ იყო პროტესტი მხოლოდ კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტის მიმართ, ეს იყო თავად მისი ავტორის პიროვნული პოზიციების გამო, იმიტომ რომ სამწუხაროა ძალიან დიდი გულისწყობით ვამბობ, მაგრამ ბევრი ფაქტორის გამო ბატონი რობერტის პიროვნება
იწვევს აგრესიას დამსახურებულად საზოგადოებაში, მისი პიროვნული პოლიტიკური და სხვადასხვა მერკანტილური და ასე შემდეგ პოზიციები შესაძლოა ფინანსდება სახელმწიფო ისე ფინანსდება არა ფინანსებს ცალკე ვიტყვი ფინანსებს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში მის პოლიტიკურ და პიროვნულ შეხედულებებს გულისხმობ და იმას რომ მისი პოზიცია სამწუხაროდ ხშირად იყო ჩვენი მტრის სასიკეთოდ მიმართული რა თქმა უნდა რუსეთს გულისხმობ ჩვენ ამჯერადად ყავს და ამან უფრო გამოიწვია მე მიმაჩნია მადლობა კომპლიმენტისთვის და ანალიზისთვის ყველანაირი ის რაც ითქვა, ერთადერთი რაშიც ვერ დაგეთანხმებით და არ ვაპირებ ხამის გავრცობას, რომ აი რასაც რუსთაველის თეატრს აბრალებენ და განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რომ ჩვენ ვართ რუსეთუმეები და ვამაგრებთ რუსეთის ძალას, აქ ადამიანებს არ დაავიწყდეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც არის აფხაზეთიდან პირადად მამაჩემი ომშია დაღუპული. ეკეთ მე არ მეთქვავს მე ვთქვი ბატონ რობერტზე და არა მთლიანად ყველა თანამშრომელზე. მე ბატონ რობერტს ძალიან ვაფასებ, ვიცი მისი ხედვა, მისი სამშობლოსადვის მისი ყვარული, მისი პოზიცია და დამერწმუნეთ აქ რომ ისე იყოს, რაც მე პირადად ვერავინ ვერ შემეჯიბრება რუსეთის ასე ვთქვათ აგრესიაზე და ну უბრალოდ ხანდახან მეც შემეხო რომ ვარ რუსეთუმე და სულთქვა მეკრება, იმიტომ რომ მე ბევრსაც გავეცი პასუხი, რომ მრცხვენია, კი არა და მტკივა მამაჩემი მიწაში როა თქვენ გამო, თქვენ მე რას მკადრებთ. მე რო ეხლა ეს რასაც გვაბრალებენ, პირდაპირ მნიშვნელობით პოლიტიკურად დავარქვათ, ბევრად უფრო გაბუქებულია, მე პირადად ისეთი ადამიანი ვარ, რომ სადაც მსგავსი რამის მხარდაჭერა იქნება, მე წლების განმავლობაში თეატრში არ გავჩერდებოდი. მე ესეთი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ მე ჩემი სამშობლო მიყვარს, აგრესია მაქვს, არ გამოვირჩევი, ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ და ერთადერთი ამაში ვერ დავეთანხმები ამ ადამიანს, რომ ჩვენ რაღაცა რუსეთის ძალას ვამაგრებთ და უბრალოდ ნახეთ რა არის ძალიან ნამეტანი მიდისა ეს რაღაცების დაბრალება. ხო, ანუ და ეს ნახეთ აი ცუდი რა არის, იცით? ჩვენ თუ ადამიანებს ვცემთ, ну, ყველას რაღაცა გარკვეული პოლიტიკური შეხედულება აქვს. თუ მაგალითად ისე ვიძახი მე აპოლიტიკური ადამიანი, რომელიც ვიღებ სხვა არ ჩამოვცვლი რეჟისორებს, მე მიყვარს ისინი მათ სპექტაკლებზე დავდივარ და ვიღებ. რატო არ შეიძლება ამ ადამიანის ისე ვიძახი აი ბრჭყალებში პოლიტიკური შეხედულება გვერდზე გადადო და ამას არ მიაყოლო თუნდაც ის რომ ადამიანი ამბობს რომ ამის გამო თეატრში არ დავდივარ და არ ვნახულობ სპექტაკლებში ჩვენ დავდივართ მე არ ვიძახი აი ხა არ მინდა ხაზი გაუსვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს იმიტომ რომ ყოველთვის მთელი ცხოვრება დავრჩები აპოლიტიკურ ადამიანად განსაკუთრებულ ხაზს გაუსმევ რომ დიდი აგრესია თუ ვინმე შეიძლება ამ ქვეყანაში კონდეს ერთ-ერთი ვარ მე იმიტომ რომ მე ვარ მსხვერპლი და მაშინ აპოლიტიკური როგორ ხარ თქვენ მე ვერ დაგეთანხმები და თუ ეს არ გამოხატეთ მაშინ გულში მე ყოველთვის გამოვხატავ არა აქვს გამოვხატავ და ყველამ კარგად იცის ვინც მიცნობს რომ ყოველთვის გამოვხატავ მე ჩემს აზრს უბრალოდ ვერ დავეთანხმები ამ ადამიანს იმაში რომ რუსთაველის თეატრი ამაგრებს რაღაცა რუსეთს უმაგრებს მხარს მაგაში ვერ დავეთანხმები. დანარჩენი ეს მათი აზრია და ეს სულ ტრიალებს და სულ ამაზე მაგაზე კონკრეტულ არგუმენტებს ნახე გიორგი საინტერესო იცი რა არის ხა შენ რო თქვი რომ აი ნახე ეს თლიანად ესე იგი ფაქტობრივად ესეთი ნარატივი ხართ წარმოდგენილი რომ რუსთაველის თეატრი და რობერტ სტურუას აქვს კონკრეტული პოლიტიკური შეხედულება, ანუ პრორუსული, ამას ამბობ ხო? რუსთაველის თეატრს რას გულისხმობთ? ანუ რობერტ სტურუას და ამ შემთხვევაში თეატრის წარმოადგენს, თორე ყველა მსახიობზე არ გულისხმობ, იმიტომ რომ არც ვიცი და ყველა თანამშრომელზე, რომელიც იქ მუშაობს, ხო? ვისაუბროთ რობერტ სტურუასა, ვინც არის ახლა მთავარი რეჟისორი, ხო? აქვთ ესეთი ხაზი და პოზიცია. ნახე, სოციალურ ქსელებში ზუსტად ეს ნარატივი იყო
გამყარებული, რომ ეს სპექტაკლიო არ იყო შემთხვევით ესე დადგმული. ეს იყო ზუსტად ქართულ აი ამ სიწმინდეს ქართული სიწმინდის ხელყოფა და ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. სადღაც თქვენ ერთის მხრივ ამას იზიარებთ და მეორეს მხრივ აქედან მიჯნავთ შემოქმედებით ნაწილს, როგორც ურის მე ჩემთვის ეს რაღაცა დისონანსია. არა, მე ვერ ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამბობენ, რომ ეს არ ვიცი, ეს ბატონი რობერტი ნამდვილად კარგი გაგებით შემოქმედებითი პროვოკატორია, ოღონდ შემოქმედისთვის ეს პლუსია, მე მიმაჩნია და შეიძლება ეს ასეც იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ხაზგასმით ვამბობ, რომ მე მიჯნავთ ამ შემოქმედებას და ის პოლიტიკას. აი მაგას ვამბობ. ანუ მე ცალსახად ვაღიარებ შემოქმედის თავისუფლებას, რომ საკუთარი ნაწარმოები შექმნას ისე, როგორც მას უნდა და მასში არ უნდა ჩაერიოს არავინ. მე ამ უზენაეს უფლებას ვაღიარებ ხელოვანისას. მაგრამ როგორ მიჯნავთ ადამიანის პოლიტიკურ შეხედულებას? არა, არ და მიჯნავ, მად მოვდივარ. მე უბრალოდ ვამბობ იმას, რომ მას უფლება ჰქონდა ისე დაედგა და თითი უქნიო ხელოვანს, რომ ასე რატო გააკეთე, ამის უფლება არ გაქვს. უფლება არ აქვს თავის პოლიტიკურ შეხედულებები. ერთად, აი ახლა მოვდივარ. მაგრამ მეორეა, ხო, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ შემოქმედზე, შემოქმედი და სამოქალაქო პირი, ხო? ჩემთვის ეს არის ერთიანობა, სრული ერთიანობა და ჩემთვის არ არსებობს აპოლიტიკურობა. მე ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ყველასთან, მაგრამ ვინც ამბობს, რომ აპოლიტიკურია, ცდილობს, რომ სიმართლეს არ ჩახედოს თვალებში, იმიტომ რომ უბრალოდ წარმოუდგენელი აპოლიტიკური იყო. მით უმეტეს აპოლიტიკური, როგორ შეიძლება იყოს ტურუას თეატრი, რომელიც მისი მთავარი იმიჯი ერთ-ერთ, ეხლა შეიძლება შედარებით ნაკლებად, მაგრამ 80-90-იანი წლები ხო ის იყო პოლიტიკური თეატრი, ხო? როგორი, რამდენად კონიუნქტურული ეს კიდე სხვა თემაა და ძალიან საინტერესო გასარჩევია, რამდენადაც იქ თამამი იყო და ეს არ იყო თუნდაც ზევიდან დაშვებული კონიუნქტურის ფარგლებში პოლიტიკა, მაგრამ ეს სხვა შრეა და სხვანაირად შეგვიძლია გავარკვევთ. ხო? შესაბამისად, როცა მე ვამბობ, რომ ამ თეატრში არ მივდივარ, მე არ მივდივარ იმიტომ, რომ ჩემთვის პიროვნება და შემოქმედი განუყოფელია, ხო? და მაშინ, როდესაც ადამიანი რუსეთს და რუსულ რეჟიმს ყველანაირად ამაგრებს, ყველა თავისი მცდელობითა და ნარატივით, ხო? შესაბამისად, მე მიჩნდება პროტესტი მისადმი, მათ შორის მისი შემოქმედებისადმი ინტერესის მიუხედავად. ამიტომ მე არ ვნახულობ და არ მივდივარ იქ, სადაც ის ადამიანის საქმიანობს, ხო? ახლა მე რაც შეეხება იმას თუ რატო ვამბობთ, რომ ბატონ რობერტს აქვს პრორუსული ასე ვთქვათ შეხედულება თუ მიდრეკილება თუ როგორც შეგვიძლია ვთქვათ, ხო? საიდან უნდა დავიწყოთ საერთოდ ეგეც კი მიჭირს, ხო? ძალიან მარტივია, რო გადმოვიღოთ საარქივო კადრები 90-იანი წლებიდან, მაშინ როდესაც რუსეთის იარაღი და ეს აღიარეს თავად სახელმწიფო გადატრიალების მესვეურებმა, რომ რუსეთისგან ღებულობდნენ იარაღს. მტრისგან მიღებული იარაღი დამხობილი ეროვნული ხელისუფლება, ხო? რომელიც ყვავდა და მის წინააღმდეგ, როცა გამოდის ადამიანი და მეორეს მხრივ, ხო, არსებობს კინოსახლთან აქციები და ასე შემდეგ და დიახ, სადაც ბატონი რობერტის სიტყვით გამოდის, სადაც ეროვნულ ხელისუფლებას ბრალსდებს, ლანძღავს, საშინელ ეპითეტებს უწოდებს. ხო? მათ შორის მათ მომხრეებს და ყველანაირად ახალისებენ, ხო? ბევრი იყვნენ იქ რაღაც ავტობუსების წინ, ხო? შესაბამისად შეიძლება კონკრეტულად ეს არ იყოს გაცნობიერებულად რაღაცა პრორუსული ხედვა კი არა, კონკრეტული ხელისუფალი არ მოწონდა და შეიძლება ეს იყოს, ხო? ნახეთ როგორ არის. მე აქაც ამ შემთხვევაში სრულიად დემოკრატი ვარ, როდესაც რომელი პოლიტიკური პარტია მოგწონს, ხვდებით, მემარცხენე ხარ, მემარჯვენე ხარ, ცენტრისტი ხარ, სოციალისტი ხარ თუ როგორ ეს გემოვნები ეს პოლიტიკური გემოვნების ამბავია და შეხედულებების და ასე შემდეგ. აქ ლაპარაკია იმ პარტიაზე თუ იმ დაჯგუფებაზე, რომელსაც ცხადად თვალნათლივ მტერი აძლევს იარაღს, რომ დაამხოს კანონიერად არჩეული ხელისუფლება. ეს ცდება პოლიტიკური გემოვნების ფარგლებში. გასაგებია, თუმცა მან მართლა სხვაგან წავალდა. არა, სხვაგან არ წავიდა, რომ აქედან მოდის მთელი პროტესტი მისადმი, ხო? თქვენი პროტესტი აქედან მოდის. და საზოგადოების დიდი ნაწილი. კი, რა თქმა უნდა.
90-იან წლებში ეს იყო კაცი და ეს იყო თეატრი, მაშინ როდესაც არნახული სიღატაკე იყო ქვეყანაში, როდესაც მისი რანაცავი იყო აღარ მახსოვს პრემიერ-მინისტრი არსენიშვილი და შევარდნაძესთან შეხმატკბილების გამო ამ თეატრს ჰქონდა ბევრად უკეთესი პირობები ვიდრე სხვა თეატრებს და აი ამ რუსეთის მოვლენილი ემისრის კარზე შეხმატკბილებით, ხო, შვენივრად სარგებლობდა თეატრი სწორედ არადემოკრატიულად. ეს არ იყო თანაბრად გადანაწილებული პირობები. არსენიშვილი იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და არა, ადამიანი პოლიტიკაში რა აკეთა, ვინ როგორ იყო სახლში მე არ მაინტერესებს. ალტერნატიული აზრი აქ იცი რა არის. ნამდვილი პატრიოტი, თამამად შემილია ვთქვა და რუსეთის მოვლენილი ხელისუფლების კარზე მსახურება პატრიოტიზმი თუ არ ვიცი უკაცრავად. ეს ვიტყვი რა, ბატონ რობერტ სტურუას, ხა 17 წელია მე ვიცნობ. 24 საათიანი შეხება მაქვს მასთან. არ დავიწყებ ხა მის დაცვას და ქება დიდებას და ჩემი მხრიდან არ გამოვა ლამაზი, უბრალოდ მე რასაც უყურებ ეს ადამიანი ამ ადამიანს სამშობლო უყვარს, არის პატრიოტი და რაც აი გარეთ რაღაცებსაც ფუთავენ, რეალურად არის საერთოდ სხვა რამე. კი ბატონო, და და მე პირადად არ ვიცი და არა მარტო მე, ნუ მიიღებს ადამიანი მაყურებელი ესე რომ ჩვენ ახლა იმიტომ რომ ბატონო სტურუა რომ მივსდევთ ანუ რაღაც ესე არ არის. მე რო არ პირველ რიგში პიროვნებას უყურებ და მე რეჟისორს. ამ ადამიანში ქვეყნის სიყვარულიც არის, იმდენი რამე აქვს სპექტაკლებში თუნდაც ჩადებული. და დიდი რეჟისორია. თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ ბევრი ისეთი სცენები ბედი ქართლისა რო დაიდგა იქ, არსებობს კიდევაც სრული ჩანაწერი, იქ მიხვდებით. არ უნდა ამას ლაპარაკი და დაცვა, ბევრ სპექტაკლში ყოველთვის თავრობის მიმართ იქნება თუ მტერის მიმართ ყოველთვის რადიკალურ და ესეთ განცხადებებს აკეთებ და ეს ყველაფერი დევს დანერჩენი ახლა მე პირადად ვერ დავეთანხმები აი ესეთ რადიკალურ რაღაც იცი რა მესმის ეს ალბათ უნდა გაჟღერებულიყო იმიტომ რომ პოლიტიკური ეს ელწერი და აუცილებლად უნდა დავამთავრო არ დამთავრებია კი კონტექსტს რა კიდე დაგიბრუნდეთ თათურის მინდა რომ ჩავთო აი ახლა ცოტა რომ გავემიჯოთ ამ პოლიტიკურ ნაწილს მე მაინც მგონია რომ აქ მთავარი ეს ნაპერწკალი ისევ და ისევ იყო ეს ჩვენი სტერეოტიპული ჩარჩოდან გამოსვლა რეჟისორის და მის და უნებურად უნებით გამოვიდა რაღაცა ფემინისტური მანიფესტი. რომ არა, ესე რომ დავსვათ კითხვა, თინათინის ჩაცმულობა. რა მე მგონი ვერც ვერაფერს ჩაეჭიდებოდა მაყურებელი. ხო, მაგრამ ეპატაჟური მაინც იქნებოდა. მე ქართულ საზოგადოებას ვაკვირდები 2017 წლიდან. 2017 წელს, როცა ჩემი პირველი წიგნი გამოვიდა, ატყდა აჟიოტაჟი და ზედ გადამიარეს, რასაც ქვია და მაშინ ასეთი რაღაც იწერებოდა, რომ მე წაკითხული არ მაქვს, მაგრამ სისულელეა და ზუსტად იგივე რეალობის წინაშე დგას. კეთი რომ მე ნანახი არ მაქვს, მაგრამ არ ვარგა. ჩვენ გვჩვევია წამხედურობა. მე ძალიან მიყვარს ჩვენი ხალხი მართლა და ჩემი მთელი შემოქმედება მაგათ სიყვარულზე დგას, მაგრამ ნაკლოვანებებსაც ვხედავ ჩვენში და ჩვენ ეს გვახასიათებს. ერთი რომ მიტყვის ეს სისულელეა, მე ყველა აყვება ხოლმე, კი, ეს სისულელეა. აი თეატრში როცა ხარ, შენ თუ არ დაუკრავ ტაშ, შეიძლება არავინ ტაში არ დაუკრას და ყოველთვის არის ის პირველი ადამიანი, ვინც ამას საკუთარ თავზე იღებს და სხვათა შორის ამ სპექტაკლის ანალიზისას მე ვიყავი ის პირველი, ვინც თქვა რომ ეს კარგია და მე მზად ვიყავი რომ წამოვიდოდა ეს აგრესია. ახლა რაშია საქმე? ჩვენ არ შეგვიძლია თავად განვასხვავოთ რა მოგწონს და რა არ მოგწონს. აქ ზოგჯერ ინტელექტის ნაკლებობა, ნუ რა ვისეწყინება, ზოგჯერ სპეციფიკური ცოდნის არარსებობა და ზოგჯერ არის შიში, რომ თუ მე საკუთარ აზრს დავაფიქსირებ, საზოგადოება გამრიყავს და ჩვენ ისე გვეშინია, რომ ვიქნებით მიუღებლები და გარიყულები, რომ გვირჩევნია, ან ყაღანში ავღვეთ, ან საერთოდ პირი არ გავაღოთ. საინტერესოა ის, რომ პირად წერილებში გაცილებით მეტი კომაგი გამოჩნდა. ბევრმა მომწერა, კი ჩვენ გეთანხმებით, უბრალოდ აი კომენტარებში ვერ ვიტყვით. აქაც ცუდია რაღაცა. შენც მითხარი, რომ ბევრი პირადი წერილი მივიღეო. მე აი მინდა რომ პირველ რიგში ამ ყველაფრის მერე ცოტა ადამიანების შემეშინდა და რატომ? მეც ძალიან მიყვარს ადამიანები, ვინც მიცნობს იციან, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ. არ მინდა ეს ახლა საკუთარი თავის ქებაში და რაღაცას ჩამომართვათ, ანუ ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია თავს გამოუნახო საერთო ენა. და უბრალოდ აი გულდასაწყვეტი ის არის, რომ ჩვენ ადამიანები არ ვფიქრობთ ერთმანეთზე. მე რა შეიძლება დამმართნო და როგორც მსახიობს, როგორც პიროვნებას, ანუ არ ფიქრობენ იმის იქით, რა შეიძლება ადამიანს უბრალოდ დაემართოს გარდა თავის საქმისა და თავისი
თუნდაც გაბედულობისა, ხო? ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეს ნამეტანი რაღაც და მეორე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ იმას, რომ როცა ნანახი არ გაქვს და აი ასეთ ქარცეცხლში ატარებ. ქეთისვანიძეს არა, ნებისმიერ ადამიანს, აი უკვე არასწორი ხარ, უკვე ვერ გამოყვები კრიტიკაში, ვერაფერში ვერ დაგეთანხმები. და მადლობა ყველა ჩემს კოლეგას, ძალიან ბევრი ადამიანი დამედგა გვერდში, ვისგანაც არ დავმალავდა, არ ველოდებოდი. მადლიერება ჩემი მხრიდან და ის აუარებელი წერილები მე ვერც მოვასწარი უარყოფითი რაღაცების წაკითხვა, იმდენი ზარი, იმდენი წერილი შემოვიდა დადებითი და მე უკვე მაყურებელი საკმაოდ დიდმა რამდენი სპექტაკლი სადღაც არ შემეშალოს ახლა სადღაც 6 სპექტაკლი ვითამაშეთ უკვე და უკვე მაყურებელმა ვინც ნახა მათი რეაქცია მათი ანუ მოლოცვა რომ შემოდიან ახლა ადამიანს ეტყობა მსახიობები ძალიან კარგად ხვდებით ხოლმე მაყურებელი რომ გვილოცავს როგორ გვილოცავს ახლა ეს არის ზღაპარი რომ ვერ მიხვდე და ძალიან ბევრმა ესეთი რაღაც მომწერა რომ ბოდიში უარყოფითი კომენტარის გამო იმიტომ რომ ნახეთ და სხვა რეალობა დაგხვდა აი ამაშია საქმე მამან მხოლოდ მე პირადად მინდა ვთქვა რომ ძალიან დიდი ბედნიერება მომიტანა და ეხლა როგორ ვარ იცით ერთი სული მაქვს როდის ვითამაშებ როდის გამოვალ სცენაზე განსაკუთრებულად იმ სცენაზე რაზეც ამბავი ატყდა იმ კაბით რომ აი მე ჩემი ის რაც შრომა ის რაც ამ ადამიანმა ჩადო ის კიდევ უფრო მეტად და იმიტომ რომ აი არ შეიძლება მაგრამ აი მეორე დღეს მეც კი ცოტა დავიძაბე რომ გარეთ აი არ ვიცოდი მაყურებელი როგორ მიიღებდა და პირიქით მივიღე რომ გამოვედი აი სრულიად უცხო ადამიანები მამშვიდებდნენ და ამ დროს უკვე მშვიდად ვიყავი იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ბევრი მიხვდა რომ პირიქით სოლიდარობა უნდა გამოგიცხადოს და უბრალოდ ერთ ვიტყვი რომ მოდი ჯერ ვნახოთ, გავიცნოთ, გავიგოთ და მე კი ბატონო, ყველანაირ ტალახს, ყველანაირ არ მოწონებას მე მივიღებ. და ბატონი რობიკოც ახლა არ მინდა რომ გამოვიდეს რომ ახლა დამცველად არ ჭირდება ნამდვილად ამ ადამიანს ჩემი დაცვა, იმიტომ რომ ვისაც კი მასთან ურთიერთობა ქონია, ყველამ ძალიან კარგად იცის რა ადამიანია. სპექტაკლებიდან გამომდინარეც მიხვდები, ბევრმა გააჟღერა რომ მას ვეფხისტყაოსანი არ უყვარს არა ამ სპექტაკლს რომ ნახავთ მიხვდებით რომ პირიქით ძალიან უყვარს და მაქსიმალურად გამოიტანა და თქვენ არ იცით როგორ ღელავდა ამ ყველაფერზე. და თათულის უნდა კიდე გავხდეთ. დავამატებდი ასეთ რაღაცას რომ ზოგადად ქართულ ხალხს ჭირდება მიმართულების მიმცემი. აი თუ კი ეს სპექტაკლი მოივლის მთელ მსოფლიოს და ყველა ტაშს უკრავს, მე ქართველი ხალხი იტყვის, რომ კი ეს მაგარია. და ეს ხდება ყველა მიმართულებით. ლიტერატურაშიც ასეა, დრამატურგიაშიც ფილმი გადავიღეთ, გვჭირდება რომ გარედან შემოგძახონ, აი ეს რა კარგად გააკეთეთ. და მე ვიჯერებთ, რომ ხო, აი რა კარგად გავაკეთეთ. და რეალურად ადამიანი განისაზღვრება იმით, რომ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი უნდა ჰქონდეს, თავად უნდა ხვდებოდეს, რა გამოუვიდა, რა არ გამოუვიდა, რაში იყო ძლიერი, რაში იყო სუსტი. რაღაც მე მომისმა თითქოს გინდოდათ რაღაც გეთქვათ, არა? ისე მოისმთქეთ. შესაბამისად, მე მგონია რომ თავარი გამოსავალი არის განათლებაში. მე სწორედ იმიტომ დავაფიქსირე ის აზრი და კონსტრუქციულად იმიტომ დავაფიქსირე, რომ თავის დროზე ჯერ სკოლაში ვსწავლობდი კარგად, მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მე შემიძლია ამის გაკეთება და ვისაც არ შეუძლია ამის გაკეთება. იქიდან მოდის ზუსტად აგრესია. აი სტურვას დავით ვინმე გამს, ვისაც შეუძლია რომ დადგას, გამოვა და საქმეს გააკეთებს. მოდი საქმენ მან ჩვენმა წარმოგვაჩინოს ჩვენ. აი ამის კი ბატონო. ეხლა უნდა ცოტა ესე ვთქვათ კრიტიკული კითხვებისკენ დავიძრათ, იმიტომ რომ როდესაც არის ამის საშუალება და თქვენ ეს იძლევა ეს მასალა, რომ კრიტიკა ყოველთვის საინტერესოა ხოლმე. ეხლა რას გულისხმობ? რა თქვენი აზრით ორივეს გეკითხებით და შეიძლება გიორგიევსაც თუ უნდა თქვას თავის აზრი, იმიტომ რომ ნანახი არა აქვს და ამიტომ ამბობ. რა მნიშვნელობა ქონდა, როდესაც რეჟისორი რაღაცას აკეთებს, ყველა კადრი, ყველა ჩანაფიქრი, ყველა მოძრაობა რაღაცა შინაარსს მატარებელია. აი მაგალითად რაღაც ფილმს რო უყურებ, ხო, რაღაც კინოს შედევრებისაც, ხა კინოს შედევრებში იმდენი ეროტიული სცენა, არ ვიცი, ბერტოლუჩი იქნება უკანასკნელი ტანგო პარიზში, ალმადოვარი, კიკა და ყველას უყვარს. ხო, ცოცხალის ხო, რამდენი მაგალითი შეგვიძლია კინოს შედევრებში არის ეროტიული სცენები და კინოს შედევრებად ვაღიარებთ, სპექტაკლში რატო არ უნდა იყოს, თუმცა
რაღაცა დიდ რეჟისორებს ეროტიკასთან აი არც არაფერი მაგრამ რაც იყო თამამის სცენა არ მინდა რომ თქვა ვინც ნახა ჯობია იმანი ლაპარაკოს მაგ რაც ნახეთ მოდი ვთქვათ რომ ავთანდილ და თინათინი ეს რაღაცა ნახევრად ჩახუტებულ პოზაში მოხსნილი კაბით ხო აი დავარქვათ რომ ეს საკმარისად ეროტიული იყოს ჩვენი ყველა დიდ რეჟისორს რაღაცნაირად კონტექსტი აქვს ხოლმე აი ეროტიკის თუ სექსუალური სცენის ხო აი აქ თქვენი აზრით რა მნიშვნელობის მატარება რატო დასჭირდა ეს რობერტ სტურუას მე რა მაინტერესებს ეს გააკეთა იმიტომ რომ რაღაცა შინა მესიჯის მატარებელია და თინათინის ხასიათი ისე სხვანაირად არ გაიშლებოდა თუ ეს იყო ეპატაჟი რომ აი ეს ამბავი ამტყდარიყო ხო შეიძლება ესეც ყოფილიყო რეალურად არ არის ეგეთი სცენა რაზეც ახლა თქვენ ამაზე საუბრობთ რეალურად აი ნამდვილად არ არის ნაწყვეტი რაც არის აი როგორ თქვა აი ამ ადამიანმა თქვასა მე არ მინდა რომ ვისაუბრო ახლა საკუთარ სცენებზე და სცენაზე ვხედავთ პროტაგონისტს ავთანდილი როგორ ეტრფის შორიდან. ის ყოველთვის შორს არის და აი ამ შორიდან უყვარს აღფრთოვანებულია, იტანჯება ტირის სვამს, აღარ იცის როგორ გაუმკლავდეს ამ თავის გრძნობებს და ზუსტად იგივე წერია პოემაშიც. და ლოგიკურია, რომ სიყვარული მიდის ხორციელებამდე. ანუ თუ მამაკაცის თვალსაზრისით განვიხილავთ, მივიდოდა იქამდე რომ ჩაიხუტებოდა ოდესმე. ანუ ჩვენ ყველას ყვარებია, ირინა, შეხო ყვარებია, ხო ეხუტები იმას გიყვარს. ძალიან რომ ჩაეხუტო იმას, ვინც გიყვარს. ნამდვილად ვეხუტები. ახლა თინათინი აღიარება მაყურებელს. თინათინის თვალსაზრისით რო შევხედოთ, ეს არის ჭკვიანი ქალი და პოემაშიც ასეა, რომ მამა ჩემს ახლა ძალიან უჭირს და მე გამოსავალი უნდა ვიპოვო, უნდა ვუშველო მამას, რომელიც აი ლოგინად ჩამივარდა. და რა შემიძლია გავაკეთო? მე თვითონ წავიდე და ვიპოვო, ყმა, არა, მე ვერ წავალ, მე ხელმწიფე ვარ. ამიტომაც მიჯნური მოიხმო და მისცა დავალება. მაგრამ როცა კაცს ეუბნები, რომ წადი ახლა 3 წელი გადაიკარგე, ყველაფერზე ხელი აიღე და იპოვე ის, ვინც მამაჩემ შვებას მოგვრის, სათანადოდ რა უნდა შესთავაზო რაღაც და შესთავაზა ის, რომ იქ გამომწვევი კაბით დახვდა, იქ გაებრანჭა, გაეფლირტავა და იაზროვნა როგორც სტრატეგმა და აქ ისევ ფემინისტურ მანიფესტთან მივდივართ, რომ ქალს შეუძლია იყოს სტრატეგი, კარგი პოლიტიკოსი, დავალების სწორად გამცემი. და იქ არის კიდეც ნახსნები, რომ როგორც მიჯნურიო, ისეც გავალეფო და როგორც შენი ხელმწიფეო ამ დავალებას ისედაც გაძლევო. ასე რომ ვფიქრობ, პასუხი მაგაში იმალება. ნახე, რატო დავშვი კიდე ეს კითხვა? ახლა მე დავეკითხე, ხა თავიდან ვერ მოვასწრებდი, რომ ვეფხისტყაოსანი თავიდან ბოლომდე გადამეკითხა, ხა ნასწავლი და ჩაბარებული გვაქვს თავიდან. ხო. და ვინც აი მწოდნია იმას ვკითხე, რომ ეს მეთქი სექს სცენა არის და ვეფხისტყაოსანში არის 4ჯერო სექსის სცენა, ნახსენები და ნამდვილად ქორწინების ღამეს თინათინს და ავთანდილს აქვს ეს არისო პოემაში. ანუ პოემაში არის სექსი. ამიტომ ეს დეკლარირებულად სექსი ვნახეთ ჩვენ. არა, ჩვენ ვნახეთ შორით ტრფობა როგორ გახდა ხორციელი შეერთება. არა, ნახე, თვალებს არ უჯერებთ ხო? შეხედე შორიდან დაიწყო და აი მიუახლოვდნენ ერთმანეთს. დამეტანი მიუახლოვ. არა, ნახე საიტკენ იყო, რო ყოფილიყო რა. ანუ თუ პოემაში არის სექსი. სპექტაკლშიც რომ იყო, იმიტომ მოვიყვანე ბერტოლუჩის მაგალითად. ანუ სპექტაკლშიც რომ იყოს სექსი ეს რატო არის მიუღებელი თქო? აი ეს კითხვა მაქვს. ხო და აი მიუღებელი იყო ის რაც მოიჭრა და გაკეთდა, თორე რეალურად როცა ნახავთ თვითონ ამ სცენას ეროტიული ნამდვილად არაფერი. აი ეს არის პირველი. რატო არ უნდა ყოფილიყო? არა, შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ აი მაგაზე მეშლება ნერვები, რომ რეალურად არის ამათი პირველი. აი თავს ხარ იმართლებ. არ ვიმართლებ, იმიტომ რომ აი ნახავს მაყურებელი და მიხვდება, რომ გასამართლებელი ნამდვილად არ არის. სცენაზე მაქვს კონკრეტულად. იმდენად ეს შეხებაც პირველი სათუთია, როცა თინათინი უხსნის, რომ შენ ჩემი მიჯნური ხარ. ავთანდილი მოდის გაოგნებული, რომ რა შეეხოს, ჩაეხუტოს, რა ქნას და იჯერებს თავიდან რაღაცა ხელსა იქნევს რომ ათხოვებსო. და აი უბრალოდ არის ჩახუტება და ხელში აყვანა, წამოყვანა და აი რაღაცა ერთმანეთს აი რო ეხებიან ერთი სცენაც არის რომ აი იმაში ხო ნამდვილად ვერ შემედავებით, რომ თინათინი ამ სცენაში და იმ კაბაში ნამდვილად სექსუალური. ძალიან სექსუალური. აი ნახე, ეს იყო მესიჯი, ანუ ნახე ქართულ რეალობაში ეს ნამდვილად არის რაღაცა განაცხადი. ხო? რომ სექსუალური უბრალოდ ქალი კი არა, თინათინი. ეს ხო განაცხადია. რობერტ სტურამ ხო იცოდა, რასაც აკეთებდა. კი, რა თქმა უნდა. ხო? აი ამაში არის დოზა პროვოკაციის, თუ ეს არის უბრალოდ სხვანაირად არ ძალმის
უნდა ვაჩვენო რომ თინათინი სექსუალურია. მე მგონია სტურვა თინათინს მრავალ შრეში უყურებს. ჩვენ რატომღაც ორი ქალი გვიყვარს ხოლმე ჩვენი შვილების დედა და საყვარელი. როცა ერთ ქალში შეიძლება თავი მოუყაროთ ამ ჩვენი შვილების დედასაც და საყვარელ ქალსაც. და აი ზუსტად ეს გამოჩნდა თინათინში, რომ თინათინს აქვს უფლება, აქედან დავიწყოთ, რომ იყოს სექსუალური და არის სექსუალური. მე რა რომ ის მმართველია. როდესაც გვირგვინი ისვენებს ბჭყალებში, მეტაფორულად ვთქვათ, თინათინი საძინებელში რომ შედის, იქ ქალია. იქ სექსუალურია. იქ ინტიმიც უნდა, კეკლუციც უნდა რომ იყოს, უნდა რომ იგრძნოს, რაოდენ სასურველია მამაკაცისთვის, ეს არ არის დასაძრახი. პირიქით, ეს არის სახეში შემოლაწუნება, რომ ზოგმა მამაკაცმა საკუთარ ცოლში მარტო დედის დანახვა კი არა, ქალის დანახვა შეძლოს. ხო, უბრალოდ ვეფხისტყაოსანში ამის ადგილი აღარ რჩება. ანუ მაგრამ თამარ მეფე, ხო, კნოთ ჰამსონს აქვს, სხვა შორის ძალიან კარგი პიესა თამარ მეფეზე, ხო? სადაც სწორედ აი ეს თამარი როგორც ქალი ასე ყავს წარმოჩენს, სხვა შორის ქართულადაც არის ეს პიესა თარგმნილი და გამოქვეყნებული, ჯერ კიდევ მე მგონი 80-იან წლებში ძალიან საინტერესო პიესა. და ბუნებრივია, ხო, ის როგორი ქალი და იგივე ლაშა ბუღაძის პატარა ნოველა, რომელიც იყო, რომელსაც ასევე რაღაცა სრულიად უაზრო და ალოგიკურად მოყვა ის რაღაც ვითომ ეპატაჟი თუ რაღაც რაც იყო. მაგრამ უბრალოდ სექსუალურობის უფლებაც აქვს კი არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ იყო, იმიტომ რომ ასეთი დიდი ტრფობა წარმოუდგენელი იქნებოდა, რო არ ქონოდა ხორციელი მიზიდულობაც, ხო, თინათინ და იგივე ნესტანი იქნებოდა, ხო, თუ ასე შემდეგ და ხო, რაც თქვით, რომ ეს ორი სახე რაღაცნაირად, ხო, გაერთიანებულია და ალეგორიზირებულია თამარში, ხო? მაგრამ უბრალოდ ის არის, რომ ვეფხისტყაოსანში იმ შრეებზეა ეს რუსთაველისთვის სულ არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ემას ყველა აკეთებს. ნებისმიერ მე-12 საუკუნეშიც ვიღაცა, არ ვიცი, ჩაუცმელი გლეხიც აკეთებდა ამას და ეს ტოლვა ვიღაცა ქალისა, ანუ რუსთაველისათვის ეს არ არის მთავარი და ამოსავალი. თორე ეს რომ ბუნებრივი შემადგენელია, ხო და ინსტინქტია, ამას არც არავინ არ უარყოფს და მე მგონი ეს ისედაც იგულისხმება, ხო? უბრალოდ ამაზე აღმოაცენო რაღაც ეს არის ამისთვის გამოიყენო რუსთაველი არ ღირს. თუმცა მე არ ვამბობ იმას, რომ სპექტაკლში ასია, კიდე ერთხელ ვამბობ, უბრალოდ ვამბობ იმას, რომ რუსთაველში სხვა შრეებზეა და სხვა ფილოსოფიაზეა საერთოდ ლაპარაკი, ხო? ძალიან კარგი თუმასია. უბრალოდ კითხვა როგორც დაისვა, ისეთი პასუხი გავეცით, ასე ვთქვათ. მე არც ის მგონია, რომ ქართული მაყურებელი ძალიან ჩამორჩენილია, იმიტომ რომ ხა შეიძლება ნანახი გაქვთ კიდეც მაიკლეჩევსკამ რო ჩამოიტანა გახსოვთ ღმერთების დაცემა, სადაც ლამის პირდაპირ სცენაზე ხდებოდა აქტი თავისი ყველანაირი სიშიშვლით და მათ შორის მამაკაცების შიშიშვლით და საერთოდ არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული რაღაც აგრესია, ну შეიძლება ვიღაცას არ მოეწონა, ვიღაცამ ბოდიშთა გადააფურთხა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი ლანძღვა და გინება არ ყოფილა, იმიტომ რომ უკვე მე მგონი მომწიფდა ქართველი მაყურებელიც იმისთვის, რომ ეს სიშიშვლე მე მაინც მგონია, რომ კი. და რო ატყდა მთელი ამბავი. უბრალოდ გააჩნია კონტექსტს. მე მაინც ეს მგონი, რა თქმა უნდა. ეხლა უნდა წავიკითხო, ეს მართალი გითხრა, ჩემთვისაც საინტერესო და ცოტა გასაკვირია. აი ეს ინტერვიუ, ეს არის 23 წლის წინანდელი ინტერვიუ კვირის პალიტრა არის წყარო რობერტ სტურუასთან. ხო, და ეს რაღაც მინდა რომ კარგად გავიაროთ, იმიტომ რომ სადღაც გამაორა ამ ასე ვთქვათ ინტერვიუმ და ახლა გეტყვით რას გულისხმობ. ეს რობერტ სტურუა პასუხობს, კითხვას, რომ საერთოდ ჩემი აზრით ვეფხისტყაოსანი ძალიან სუსტი ნაწარმოებია. იქ სულ არის ოციოდე კარგი სტროფი, დანარჩენი კი არის სისულელე. მე კიდე რაღაცა მეჩვენება, რომ ესაა ირონიული ნაწარმოები ქართულ ზნე-ჩვეულებებზე, რადგანაც ავტორი პირდაპირ ვერ წერს ქართველების სიმდაბლეზე, რომანტიზმით უკეთებს კონტრასტს ჩვენს ცხოვრებას. მოვიგონე პერსონაჟი კაცი, რომელიც ვერ იტანს ამ წიგნს, მაგრამ ნაწარმოებს დგამს იმისთვის, რომ აუხსნას ქართველებს ეს იდიოტიზმი. და აი შემდეგ სხვათა შორის ეს 23 წლის წინანდელი წყაროა ეს კვირის პალიტრა და შემდეგ ვკითხე ChatGPT-ს, რომ შენ როგორ ფიქრობ, თქო, რატო ატყდა ეს ამბავი, თქო და მითხრა, რომ აი იმიტომ, რომ აი ეს ძველი ფრაზები ახსოვთო, რომ ვეფხისტყაოსანი იდიოტიზმია და ამას ეფუძნება. ეხლა ჩემთვის ნელა წარმოსადგენია, იცი რა, სადღაც რომ დაუშვათ, რატო არა აქ ადამიანს უფლება, რომ თავის ინტერპრეტაცია გაუკეთოს ნებისმიერ ნაწარმოებს. სინამდვილეში შენ ყველაზე კარგად იცი ალბათ საუბრობდა, ჯერ ეს ერთი თქვა რომ მე ჟურნალისტთან რაღაცა გავიხუმრევ, ანუ აი რაღაცა ბატონ რობიკოს ჩვევია რაღაცების, აი სხვანაირად თქმა, რასაც ეგრე არ ფიქრობს, მე ვიცნობ და
თამამად შეიძლება ბევრჯერ ვიცი რომ რა აზრისაც არის ნამდვილად და შეიძლება გააჟღეროს სხვა რამე. და საერთოდ სხვანაირად გამიგოო და დამიწერაო საოცრებაო ამაზე სულ ხშირად ხუმრობს ჩვენთან ხა სახალხო შეიძლება აი ამ კონკრეტულ თემას კი ამ თემას სულ ატრიალებს და ეს 2 წელი მე რასაც უყურე აი ხელიდან არ გაუშვია წიგნი აი სადაც კი იყო და სულ იძახდა რომ ანუ მის სიტუაციებში აი გენიალურია და აი სულ აი იყო აი ტექსტები ხო ვერაფერი ვერ შეცვლიდა რა თქმა უნდა აი სულ იყო რომ აი ეს არ გამომრჩეს ეს იმდენად გენიალურია რომ ესეც უნდა ჩავსვა და ეხა ადამიანს ნანახი აქვს სპექტაკლი და არ შეიძლება ესე გააკეთო ვეფხისტყაოსანი და იქ ეჭვი შეგეპაროს რომ ამ ადამიანს ანუ ხშირად მე მითხრეს რომ აი ძულს და რატო დადგა არ შეიძლება გძულდეს და მსგავსი რამ სიმბოლიკები ჩადო უბრალოდ მე არ მინდა ვისაუბრო და უნკონკრეტდე იმიტომ რომ ადამიანმა ნახა და თუნდაც ის პირველი ამ წიგნის ზეციდან ჩამოსვლა რაც ახსენა თუნდაც ეს თინათინის თავიდან სიწმინდეს აი მე კიბლის სცენაზეც ვიტყვი რომ კი არ თავს კი არ ვემართებთ აი ანუ თუ არ ნახავ თავიდან ეს ადამიანი როგორი ჩნდება და სად გადის რა გზებს გადის ვერ მიხვდები და მე ვერ დავეთანხმები მაგრამ თავისთავად არ დაეთანხმა ესე იგი ვეფხისტყაოსანი ბატონობიკოს არ უყვარს ხო ერთხელ განემარტა Facebook-ზე ისეთებს წერს რომ ამის განმარტება თუ მით უმეტეს იცოდა რომ ხალხი ამაზე ედავება ერთხელ განმარტება გაეკეთებინა საჯაროდ და დამთავრდება ჩვენთვის განმარტება აი უკვე სპექტაკლს თქვენთვის არ არის ლაპარაკი ბატონი რობერტი არ არის მხოლოდ შემოქმედი ჩვენ გვავიწყდები ჩვენ რა მე არ მავიწყდება არასდროს მარტო შემოქმედი რო იყოს მას ბევრად მეტი რამ თავისუფლება ექნებოდა ის არის სახელმწიფოს დაფინანსებული სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელი რომელსაც სხვა პასუხისმგებლობები აქვს რაც მხოლოდ შემოქმედის უფლებებსა და მოვალეობებში არ ჯდება ეს გვავიწყდება ძალიან ხშირად სამწუხაროდ ამიტომ ასეთ შემთხვევაში ის ვალდებულია ბევრად მეტი კომუნიკაცია კონდეს საზოგადოებასთან და მათ შორის განმარტებები აკეთოს რაც ასკეთხელოვანს შეიძლება სულაც არ მოეთხოვება მე ვთვლი რომ მაინც აკეთებს ბევრ არა ამაზე არასდროს არ გაუკეთებია და თუ თქვენთან უწყავს ერთხელ გაეკეთებინა ბევრი ხო საინტერესოა იმიტომ ეს ფაქტია რომ ახსოვს ადამიანებს კი არის ამას ატრიალებს თანამდებობის პირია ნუ გავიწყდება ეს რო იყოს დიდი ტალანტი მაგრამ დამოუკიდებელი ხელოვანი სხვა არის მას არაფრის განმარტება შეიძლება არ ევალდებოლებოდა ის არის თანამდებობაზე რომელსაც ჩვენ ვუხდით ხელფას არა მარტო ბატონირობიკო ბევრია თანამდებობაზე რომელსაც ჩვენ ვუხდით ხელფას ხებსაც მოეთხოვებათ მარტო ბატონირობიკოს ორი აზრი არ არის ქეთი უბრალოდ ამ სტრუქტურაში ეხა ბატონ რობერტზეა ლაპარაკი თორე რომელიმეს არ მოეთხოვებათ პარტს მიგულის ხმია ვეფხისტყაოსანზე მან განმარტება უნდა გააკეთოს იმიტომ რომ მოგეხსენებათ მის ამ განცხადებაზე უგულისხმობ დიდი პატივისცემა ჟურნალისტებს ჩემი მხრიდან მაგრამ ხშირად მეც მქონია შეხება სულ სხვა რამე მithქვამს სულ სხვა რამე დაუწერიათ ამიტომ ვერასდროს ვერ აი ამიტომ ვეთანხმები ამ შემთხვევაში გიორგის რომ მით უმეტეს თუ სხვა რამე დაწერს და ასეთი ამბავი აქვს და ნამდვილად უნდა გაკეთდეს განცხადება აი ვიღაცებს აღელვებთ ეს ნახე ქეთი ეს შეიძლება არ აღელვებს ტკივა რატო ეს ძალიან ბევრს უყვარს რობერტ სტურუა და უნდა უყვარს არასწორად არ უნახავს მიხვდით არ უნახავს არ მოусმენია ნახე ხა სხვა რამეს ვამბობ გულის შესტკივად თუნდაც აი არ მოუნახავს სპექტაკლი მაგრამ აი ეს ინტერვიუ რო წაიკითხეს შეიძლება აი გულზე შემოეყაროს რატო იმიტომ რობერტ სტურუაც უყვარს ვეფხისტყაოსანი სათაყვანებელია და რატომაც არა ძალიან დიდი ბოდიში შეიძლება ხა ძალიან ისე გამომივიდეს ბევრჯერ ანუ მარტო მე არა ბევრი მსახიობის აი მე თვითონაც რო ვიცი მისი აზრი და მე წამიკითხავს ინტერვიუ რომ მიუცია რომ საერთოდ სხვა რამეს იმაში ბევრი მსახიობსაც ხა შედარებას კი არ ვედრებით ჩვენ აი არც მომდომებია იმ ყველაფრის მერე რაც დაუწერიათ იმაზე მერე ახსნა განმარტების თემის მნიშვნელობას გააჩნია ჩვენ პირად ცხოვრებაზე რაღაც რო თქვა და ვიღაცამ სხვანაირად დამიწეროს ძალიან ბოდიშს დავიკიდებ ხა ნუ კარგი მეორე დღეს აღარ ემახსოვრებათ ის ინტერვიუ ხა რა ვიცი ჩემ შულზე თუ შეყვარებულზე თუ ცოლზე თუ ვიღაც ბებიაზე რო თქვი ხა როცა ამ რანგის თემაა და ამ მნიშვნელობის მაშინ არის მნიშვნელოვანი განმარტება მისი სიყვარული თუ ამ სპექტაკლს მაყურებელი ნახავს და
გულის შეტკივა მისი ამ ვეფხისტყაოსადმის სიყვარული აი ამ სპექტაკლში ჩანს ადამიანებო. პირიქით გამოვიდა. ამით საჯაროდ გასცა. სპექტაკლით ადამიანებს დაუდასტურდათ აი ამ ინტერვიუს ნარატივი. არა, ვერ დაუდასტურდათ. ამოგნაგლეჯით ვერ და ზუსტად აი ამ ოპოზიციურმა ნარატივმა ამითი გაიმყარა პოზიცია და მიხვდები რომ აი ის რაც ამოგლეჯილია ეს საერთოდ ახლოს არ არის იმ კომუნიკაციის ნაწილში ძალიან საინტერესო იქნებოდა აი ამის განმარტება რომ ვეფხისტყაოსანი იდიოტიზმი ეს თავისებურია. ნახე მე იმის უფლებასაც უტოვებ მოდი თათოის მირცემ სიტყვაზე გიორგის უნდა ვკითხო შეიძლება შეეშალოს რაღაცა რა პრობლემაა. მართლა ესე ფიქრობს არა აქვს უფლება რომ იფიქროს პრინციპში უფლება როგორ არა აქვს რა თქმა უნდა მაგას ვამბობ რომ ანუ უფლება შეცდომის აქვს ნებისმიერ ადამიანს არა შეცდომის ან ესე ფიქრობ ხო არა შეცდომას იცით რატო ვამბობ რომ ეხა რა ვიცი ვიღაც გუშინდელი ავტორი მოგწონდეს სადაც მაგრამ ეხა როცა ამ რანგზეა ლაპარაკი ეხა დანტეზე და შექსპირზე და ხო იქ ეხა სადაც უკვე ყველაფერი გასაგებია იქ ესე იგი შენშია პრობლემა და არა რუსთაველში და იმაში ხო ესკილეში ხო მე დავუშვებ იმას რომ შესაძლოა დრო რომ გავიდა გადააფასა და მართლა მასე ფიქრობდა და თავს მაგიტო არ იმართლებს მაგრამ აი ფაქტს ვიტყვი ასეც რომ როდესაც სპექტაკლი დამთავრდა ორი რამ ვიფიქრე ერთი ის რომ აი მას როგორ უყვარს ვეფხისტყაოსანი და მეორე ის ჩვენ როგორ გვჭირდება ეს ყოველდღიურობაში ჩვენ როცა გავაკერპეთ პოემა შემოვდეთ თაროზე და იქ რა ლამაზად დევს მე ყანც ავწევთ რა ნიჭიერები ვართ მაგრამ რადგანაც არავინ არ ფიქრობს ამის ცხოვრებაში გადმოტანაზე და დანერგვაზე და აი პრინციპებით ცხოვრებაზე რო ვაშკაცობა თავგანწირვა სიყვარული შესაბამისად ჩემთვის მნიშვნელოვანია მე რას განვიცდი როცა მის შემოქმედებას ვხედავ და მე განვიცადე ის რომ მას ძალიან დიდი პატივისცემა და მოწიწება აქვს. აი რამ შეგრძნება მთლიანად იმდენად ყველაფერი იყო ჩემი აზრით სრულყოფილი ესთეტიკური იდეა სწორად გადმოტანილი იყო რომ ეს იყო დიდი პატივისცემის გამოხატვის აქტი. მაგრამ ნახე რა შეასაქმე ეს ჩემი აზრია და შეიძლება 10 კაცმა ნახოს და 10-ვე სხვადასხვა აზრი დაებადოს. მოდი იუმორის ნაწილზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გაუჩნდა განცდა რომ ეს რატო არის ეს რაღაცა ღადაობა, აი რატო ადევსო მე ესეც წავიკითხე, რატო ადევსო იმის ლიგის რაღაცა მუსიკა, იმის ჩემპიონთა ლიგის მუსიკა გვესმისო ამ ნაწყვეტებში. არაბული ყოსავარაუდო მუსიკა და ეგაღიქოს. ეს არის გამსუბუქებული იუმორი. აი იუმორის როლზე რო ვისაუბროთ, თვითონ აი რაღაც თვითირონია თქვენ ახსენეთ ახლა პრივატულად. ყველა სპექტაკლში ჩვევია ბატონო, because ეს თვითირონია. არის ეს რაღაცა ირონია, მაგრამ ანუ იუმორი. ეს ამ სპექტაკლში არის ძალიან ცოტა დოზით და ეს მისი ხედვა. კი ბატონო, კივილზე ვთქვათ, რატო ერთი იყო კაბა და მეორე იყო რომ რატო კივის თინათი. არა და სოციალ საიტებს მემები ისეთი იყო გაკეთებული რომ ესა რომ ეკითხებია რომ მართვის მოწყობა აიღე და არა ეს ბაცოლა. ნახეთ ახლა მე არ მინდა რომ აი მე ვინც ნახა ის უფრო კარგად მასიდავს. თავიდან ეს თვითონ თინათინი რო ჩნდება არის პატარა ბავშვი, პატარა გოგო ასე როგორც არის. იმდენად უსუსური, იმდენად აი მამის და შვილის ეს სათნო დამოკიდებულება ნაზარდის სათუთობით ეს რომ დააბრუნა ეს წიგნი, ანუ ვეფხისტყაოსანი ჩამოვიდა ზესიდან, მერე მიაქ სატანას და მერე ამოდის თინათინი ამ წიგნით. და დიდი მნიშვნელობა მიეცა ხო რომ ეს შენ ხარ ვენახი ფონზე მიდის გადაცემა რომ ამას და ხო ეროვნული ყველაფერი და უცებ ეს ლაღი პატარა გოგო უცებ მამა ეუბნება რომ შენ დღეს ხარ მეფე არაბეთს და იყო მუშაობაში ის რომ აი ბოლო ამოსუნთქვის შეიძლება მე ვეთანხმები მაყურებელს რომ მე არასწორად ყვირი ვარ ეს ის ყვირილი არ არის. არა, არასწორად სუდად გამომივიდა, საშუალება სწორად. არა, არტისტულად არამისაღებად ვთამაშობ ამ, მაგრამ როცა ხო, მაგნაწილს და კი ბატონო, თუ უბრალოდ თლიანობაში რო ნახულობ, მე ხვდები რომ ეს მისი თინათინისეული არა კი არ არის, აი ეს არის რაღაცა არა ადამიანური, აი მე როგორ შევძელი ესე გავაკეთე, რომ აი რაღაცა უბედურება რო დაგატყდება თან თავს იქ შენ არ ახარ ისე ვიცი ქეთისვანიძე შეიძლება ქეთისვანიძე ისეთ ხმა მოუშვას რომ ვაიმე ანუ უბედურებისგან ხო და აქ მაგაზია აქცენტი რადიკალური განსხვავება მე თინათინს გული მისდის საერთოდ კვდება აი ბოლო სიკვდილის წინ
ღრიალი მინდაო. შეიძლება ეს ღრიალი მე ვერ გავაკეთე როგორც რეჟისორმა მომთხოვა. მაგაში მაყურებელს მივყვები. ტყუილად იღებთ მსახიობებით დარტყმებს თქვენ თავზე. ბატონ რობერტი იმ რანგის ოსტატია და გვინახავს, როცა მსახიობი რაღაცას ვერ აკეთებს, ისეთ სვლის, რომ ვერავინ ვერ იგებს რატო შეცვალა და რო შეცვალა იმიტომ რომ რაღაც არ მოწონდა. ასე რომ თქვენ თავზე არა, მე ჩემ თავზე არაფერს არ ვიღებ. ეს არის მხოლოდ ბატონი რობერტის მიძღვნილი კრიტიკაც თუ მოწონებაც. ასე რომ ეს ვაღიარებ. არა, მე უბრალოდ ჩემს მსახიობებმა ხო, უბრალოდ არის ის რომ მე ვერ გავაკეთე ეს ფაქტორი არაფრის. ეს კმაყოფილია ბატონი რობერტი და იმიტოა სპექტაკლში ასე. რომ არა არ იქნებოდა ასე. მაგაში გეთანხმები. მას ესე უნდოდა. ესე იგი მისთვის იმ მომენტში ეს იყო. ხო, ანუ პრეტენზია მისადმე და არა ის რომ თქვენ რაღაც ვერ შეასრულეთ. არ მაქვს პირიქით არა, ვისაც აქვს გულისხმობ რა. და ნახეთ რა არის ეხა წამოვიდა ხო, ანუ როცა მთლიანობაში ნახავ, ესეც კი აი იგივეს ვიტყვი რა. აი იმ სცენაში აი ამ ერთ ჩახუტებას რო ნახავს, საერთოდ ვერ გამოიტა, როცა ნახავს სცენას. ჩახუტებული გახდილი მე ჩახუტებული და აი კივილიც ეს ხომ გაგიშტა. იმხელა კივილამდე სტადიონზე ხო, იმხელა რა მინდა ავხსნა. იმხელა გზას გადის სანამ თინათინი იყვირებს რაზეც ატყდა ერთი ამბავი ეს თუ არ ნახე ამ კივილს ვერ მიიღებ. მიხვდით რას ვიძახი. მეორეა მე იმას ვიძახი რომ თავს კი არ ვიმართლებ. უბრალოდ არის რომ ადამიანი მაყურებელი მოდის და თუნდაც შენ კოლეგას ან რეჟისორს შენი ასეთი თამაში მანერა არ მე ამაზე გავამახვილე. თავდაცვაზე არა. რეჟისორთან თუ ეს შეიძლება მსახიობის ნაკლი იყოს, ბატონი რობერტის თეატრის სწორედ ეგ არის, რომ იქ მხოლოდ ისეა როგორც მას უნდა. რა თქმა უნდა, ეგ ეგრეა. განსხვავება ეს არის. ამიტომ მსახიობებმა აიღონ ეს დარტყმები თავის თავზე. ამ შემთხვევაში არ არელევანტურია. და თან რა თითო სიტყვაზე, აი თუნდაც აი მე მინდა მუშაობასაც შევეხო. ჩვენ სტუდენტები ვიყავით, როცა მე-12 ღამეს რო დგავდა, სცენაზე ასვლის დღიდან ვესწრებოდი ჩვენო პედაგოგმა თხოვარი, ჩემი სტუდენტები შემოვლენო და დაგვიშვეს და ანუ რა 2 თვე ნახევარია მართლა რეპეტიცია არ გაგვწია და აქედანაც ვიცი და მით უმეტეს ახლა რამდენჯერმე შეხვედრილი ვარ ამ ადამიანთან. გამოსული რომ ეგრეა, ვიცით. რომ აი რა მინდა თითოს აი ეს იყო ყველაზე რთული რეპეტიციები, აი ამდენი წელია თეატრში ვარ, ბევრ სპექტაკლში მადლობა ღმერთს მასთან მუშაობა მქონია და ასეთი რთული მუშაობა არ ყოფილა, იმიტომ რომ თითო სიტყვაზე აი თუნდაც мама, აი პირველად ამოვდივარ და ერთი მაქვს პირველი სიტყვა мама. აი ამაზე, ანუ აი ყველა აი თითო ნაბიჯს ანუ ვერ დავეთანხმებ ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ბატონ რობიკო ისე შეგფუთავს და გაგაკეთებინებს, არა, ის იმდენად რთულ რაღაცებს გთხოვს. თან ეხლა ამ რეპეტიციებზე ითხოვდა პირდაპირ, აი ხო არის მაგალითად რეჟისორები დამეთანხმებიან, რომ გაქვს რაღაცა სპექტაკლზე როლზე მუშაობ და აი მუშაობის საშუალება კონკრეტულ სცენაზე, რომ აი დღეს ვერ გააკეთებ, ხვალ იქნებ მოძებნო. აქ პირდაპირ ითხოვდა და თან დავუშვათ რომ მეგონა რომ აი დღეს ეს სცენა დაიდგა, მაგიტომ მიყვარს მასთან მუშაობა. აი დავდგით, გონია რომ აი ხვალ ახლა ამაზე მე უნდა ვიფიქრო, ეს ჩემში გავშალო, როგორ რანაირად ხო ჩვენ მსახიობები ჩვენ ხო მთლად ყველაფერს რეჟისორი ვერ გაკეთებინებს, შენ უნდა გააკეთო საბოლოო ჯამში, შენ დგახარ სცენაზე. რომ მეორე დღეს საერთოდ ის სცენა იყო გადაგდებული თქვენ ახლა რეპეტიციებზე. აი საოცარი სცენა ისეთი რომ როგორ შეიძლება ეს საერთოდ მოინელო რომ აღარ არის და გასაგები. და ამიტომ ყველა დეტალს აკონტროლებს და ისე არ არის რომ გასაგები. ნახეთ, იქ თინათინს არ უნდოდა გვირგვინი. ეს არა, სწორედ მაქედან მოდის, რომ ზოგადად ძეს გადაეცემა ეს პასუხისმგებლობა და მეფობა და უცბად გოგოს გამოუცხადეს, რომ ეხლა აწი გადაწყვეტილებები შენ უნდა მიიღო, თანხა სწორად უნდა გაანაწილო, უნდა მართო, мама დაბერდა. და ეს რომ აღმოხდა, არა ნიშნავს იმას, რომ მე მინდა ჩემს ქალწულობაში დარჩენა, მე მინდა ვიყო უდარდელი, მე მინდა ვიყო მამას გოგო და უეცრად
გაიძულებენ აიღო ის პასუხისმგებლობა, რისთვისაც არ მოგამზადა არავინ. როცა ვიღაც გამზადეს და ნელ-ნელა მიდიხარ მანდ, კი, გასაგებია, შეიძლება აღარც შეხვირო, აღარც გული წაგივიდეს, მაგრამ როდესაც თავს დაგატყდება ეს ამბავი, რო არ გაიქეცის წინიდან მიგებს. თუმცა მანდაც თამარის კონტექსტ თუ შემოვიტანთ, არც ფთლად მასია, იმიტომ რომ თამარი არ ელოდა, მაგრამ ის მზად იყო მეფობისთვის. კი, მაგრამ პოემაში თუ ჩავიხედავთ, წერია რომ ხო, მაგრამ ანუ პოემას გააჩნია ისტორიული კონტექსტი, საიდანაც რატომაც წერს რუსთაველი და რატომაც დაჭირდა ქალის გამეფება, ხო? ხო, აი მანამდე მაგარამდე არის საკმაოდ ესეთი გასაგებია ეს მიდის ფრაზა, რომ მამის ატახტსა საჯდომად თავი არ მეღირსებოდა და ანუ ამ შემთხვევაში მე მიასვენებენ თინათის ტახტთან მიასვენებენ და ანუ ფაქტიურად მკვდარი გდია და დგება და მე ხდება ის რაც ხდება დიდი გარდასახვა წამში რომელიც ჩემთვის ძალიან რთული იყო სათამაშოდ, იმიტომ რომ აი ამ ბავშვიდან, ამ არადან, ამ სიკვდილიდან თინათინი ისევ ის პატარა დგება და ერთ სცენაშია გაკეთებული, იფარებს გვირგვინს და მთავარი ფრაზა ლეკვილო მისასწორია, იქ უკვე რადიკალურად სხვა ადამიანი, ახლა იყო ადამიანი და იტყვის, საერთოდ სხვა ზუსტად ადის აი გადახარშა თითქოს და აიღო პასუხისმგებლობა, რომელიც იყო გარდაუვალი და შეეგუა ამ თავის ბედს. ძალიან დიდი მადლობა, ალბათ უკვე დასრულს უნდა წავიდეს და თითოეულს მოგცემთ აი რეპლიკას, რას ეტყოდით მაყურებელს, ვისაც ჯერ მე ბოლომდე უნდა დამემთავრებინა ის აზრი, და რაც დაასრულეთ და ასევე გადააბით შეგიძლიათ რომ რას ეტყოდით მაყურებელს, ვისაც არ უნახავს და ან ვინც ნახა და რაღაც განსხვავებული აზრი. აი თქვენი რეპლიკა მაყურებელს და დაასრულეთ. კი ბატონო გიორგი. ხო, მაგასაც ვეტყვი, მაგრამ ერთი რაც მეხარია, მართლა ცურამე კარგია, არის ის, რომ საზოგადოება ლაპარაკობს ვეფხის ტყავსანზე. აკრიტიკებს თუ არ აკრიტიკებს თუ მოწონს თუ როგორც არის, ხო? ის რომ ეს ნაწარმოები ესე იგი მნიშვნელოვანია საზოგადოების, რა კი ასეთი რეზონანსი გამეწვა, ეს უკვე ძალიან კარგია. ანუ აი მაშინ გვექნება საქმე ძალიან ცუდად, თუ ხალხს აღარ ექნება. ზოგი გასაგებია რომ რაღაც სტერეოტიპულია, ზოგი ზედმეტად რაღაც ჯერ უკან არის თუ ზოგი წინ უსწრებს, ახლა არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ის რომ ეს ამა თუ იმ გაგებით არის გრძნობიარე თემა, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით საუკუნეები ქონდა, როცა ვეფხისტყაოსანი გამქრალი იყო საერთოდ, ხო, ყოფითი და სოციალური სივრციდან და დღეს აი ამდენ პრობლემასა და უბედურებაში, როცა ხალხი იცლის, რომ ამ ნაწარმოებზე ილაპარაკონ, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ჯერ კიდე ცოცხალია და ფეთქავს და რაც თავარი მასში ეროვნული რაღაც მაჯისცემა ჯერ კიდე ფეთქავს, ხო? ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არც ისე ცუდია და ბოლო-ბოლო გადაივლის და გააგრძელებენ ამ სპექტაკლის თამაშს. შვიდად, რომელიც, როგორიც არის, ისეთია, არ ვიცი. მე უბრალოდ მინდა აუცილებლად მეთქვა, რითიც დავიწყე, რომ პრეტენზია და მათ შორის ამ ნაწილს კრიტიკისთვის ვამბობ იმ ადამიანების გასაგებად უფრო, ვინც სტურუას ამ კონკრეტულ სპექტაკლს აკრიტიკებდა. ხო? ანუ დაიწყეს კრიტიკა დიდწილად სხვა მოტივით და დაიწყეს უბრალოდ არასწორ ადგილას. იქ სადაც ხელჩასაჭიდიც კი ნაკლები იყო ჩემი იმ მოსაზრების გამო, ხო, რომელიც წეღან თქვი. რეალურად სტურუა რო კრიტიკას იმსახურებს, ხო, ეს არის ცალსახა და უდავო. ამაზე როდესაც და ეს არის მარტო პოლიტიკური, ეს არის მთლიანად მთელი ჩვენი კულტურის პრობლემა. ამიტომ მე აქედან მინდა ამოვიდე და ეს არის ჩემთვის, ასე ვთქვათ, მთავარი პრობლემა და რაღაცნაირად ძირი და არა ის სპექტაკლი კარგი იყო თუ ცუდი და გამოუვიდა თუ არა და თუნდაც რა მოხდა, რომ ძალიან დიდ შემოქმედს რომელიმე კონკრეტული წარმოდგენა არ გამოსვლოდა, ხო? არც ეს არის ტრაგედია და ხდება ასეთებიც, ხო? რას გულისხმობ ამაში? პრობლემა არის ის, რომ სტურუა არის ერთპიროვნული ხელმძღვანელი 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ამ თეატრში და მას სამწუხაროდ აღარ აქვს კრიტიკის უნარი, იმიტომ რომ მის ოჯახად მიაჩნია ეს თეატრი. მე პრობლემა იცით რაში მიმაჩნია? ანუ სტურუაც არ არის პრობლემა. სტურუას
ამ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, როცა ვლაპარაკობთ, რომ პოლიტიკა ვერანაირად ვერ გამოვშიგნავთ პოლიტიკას და ის ანგარიშვალდებულია იმ რეჟიმთან, რუსულ რეჟიმთან, რომელიც ჩვენ გვმართავს და რომელსაც ამაგრებს. რატომ? იმიტომ რომ 2017 წელს, როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნები იყო, რობერტ სტურუას, როდესაც უნდოდა სამხატვრო ხელმძღვანელობა და ეს ფაქტია, ეს არ არის ჩემი შეფასებითი ნაწილი. და ევალდებულებოდა ყველა კანდიდატს წარედგინა 4 წლიანი თეატრის მართვის გეგმა, მან იმის გამო რომ მე დიდი ვარ, არც კი წარმოვადგენო. სამინისტრო ეხვეწებოდა ფურცელი რამე დადერო, შენ აგირჩიო, სხვას კი არ უჩვენო, უბრალოდ ფურცელი ხო უნდა გქონდესო. ესეც კი არ გააკეთა და ბოლოს მე თუ არ მეშლება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რაღაც მიიტანა, კაციშვილს არ უნახავს რა და ამის ხარჯზე აირჩიეს სამხატვრო ხელმძღვანელად 2017 წელს. აი ეს არის დარღვევა და ამის მერე გვიკვირს, რომ ის ანგარიშვალდებული იქნება იმ რეჟიმთან, რომელიც ამ პირობებით ნიშნავს. 2021 წელს პრობლემაა ის, რომ მინისტრმა წულუკიანმა კონკურსი რო იყო გამოცხადებული და კონკურსით უნდა აერჩია სამხატვრო ხელმძღვანელები, ბატონი რობერტი უკონკურსოდ დანიშნა. ეს არაჩენს მინიმუმ ეჭვს, რომ ის ანგარიშვალდებული იქნება, რომ ემსახუროს პირდაპირ თუ ირიბი გაგებით იმ რეჟიმს, რომელიც რობერტ სტურუა რაღაც თავისთავად უკონკურენტოა. რა ხია? რობერტ სტურუა უკონკურენტოა რეჟისურაში და არა ხელმძღვანელობაში. და სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა დებულებაშიც კი რო ჩავიხედოთ სხვათა შორის. იმას რო თავი დავანებოთ, რომ ესეც ჩვენი პოსტსაბჭოთა ინერცია და გაურკვევლობა, რომ ერთდაერად მიგვაჩნია ხოლმე, რომ ანუ სამხატვრო ხელმძღვანელი ის არის, ვინც აუცილებლად დგავს და ძალიან მაგრა უნდა დგავდეს. საერთოდ არ არის სამხატვრო ხელმძღვანელი გენიოსი იყოს. სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს კარგი შემოქმედებითი ხედვების მქონე მმართველი და არა გენიალური რეჟისორი. ეს ერთი. ამას რო თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს, რაზეც სტურუა შეგვიძლია აკრიტიკოთ, ესეც არ არის ჩემი შეფასებითი ნაწილი, როგორ ქვია ამ ცენტრს აღარ მახსოვს თანამედროვე თეატრის კვლევის ცენტრი თუ არ მეშლება, რომელიც ყოველწლიურ სტატისტიკას აქვეყნებს ხოლმე. რუსთაველის თეატრი რაოდენობრივი თვალსაზრისით ჩამორჩება ისეთ თეატრებსაც კი, რომელსაც ერთი სცენა აქვს, ნაჩვენების, სპექტაკლების და დადგმული პრემიერების რაოდენობით. ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი თეატრი სახელმწიფოში. ანუ რაოდენობრივად ვერდებს იმ აქტივს, რაც ამ ბიუჯეტის მქონე თეატრმა უნდა დადოს და ჯობნის თეატრი, რომელსაც ერთი სცენა აქვს და რუსთაველის თეატრს 3 სცენა აქვს. გესმით? ანუ ეს არ არის პრობლემა. ანუ ამაზე არ არის გასაკრიტიკებელი. მაშინ, როდესაც მუდმივად მიდის წუწუნი ფული, ერთ-ერთ წელს არ მახსოვს რომელი წელი იყო ნამდვილად, მაგრამ გაახსენდებათ. როდესაც თეატრს აუთვისებელი დარჩა ბიუჯეტი და ტრაილერი იყიდა თეატრმა. ეს ნორმალურად მიგვაჩნია? და ამაზე არ ღირს კრიტიკა. ბატონო? რატო არ უნდა იყიდა ტრაილერი ანუ თეატრს ანუ აი ეს რატო არის ჩვენ პირობებში, როცა თეატრი წუწუნებს რომ ფული არ მაქვს, უნდა იყიდეთ ტრაილერი? ანუ რა ისეთი რაოდენობით დადის რუსთაველის თეატრი გასტროლზე, რომ იმდენი თანხა დაზოგა ტრაილერის ყიდვით, რომ უпростоრე ტრაილერის ქირაობით, რომ აუცილებლად ახალი უნდა შეეძინა, რომ ის თანხა დაეზოგა. ანუ სრულიად არარელევანტური ხარჯია, ხო? მაშინ როცა მუდმივად მიდის წუწუნი იმაზე, რომ ბიუჯეტი არა გვაქვს და ყოველწლიურად ბატონი რობერტი როგორც ვიცით, ითხოვს სამინისტროსგან, რომ თეატრს ბიუჯეტი გაუზარდონ. ვერ აითვისა ბიუჯეტი. იყო ასეთი პრეცედენტიც. არა, არ დამიმთავრებია. ძალიან ვრცელია. აუცილებლად უნდა ვთქვა. ძალიან მაინტერესებს, როდესაც შარშან იყო თუ არ მეშლება, 3 ახალგაზრდა მსახიობი გამოვიდა წარწერით სცენაზე, არა რუსულ კანონს თუ თავისუფლება პოლიტპატიმრებს, რომელიც ეწერა. და სპექტაკლიდან მოხსნა და დღეს არ ვიცი, ერთი ნამდვილად არ არის, მე მგონი 2 არ არის უკვე თეატრში, ხო, მათგანი? თუ არ მეშლება. ხო? არა, უბრალოდ ხო, ერთი არ არის თუ 2? 3-ვე არის, ხო. მათ შორის მანამდეც მსახიობები დამამთავრებარემ და ბარემ ხო? მანამდეც ეს არ არის მხოლოდ ეს 3 გოგო, მანამდე არიან მსახიობები, ხო? მაგალითად გოგა გველასიანი, რომელიც უცებ თეატრიდან გაქრა, ხო? ანუ პოლიტიკური მოსაზრების და პოზიციის გამო, როდესაც თეატრიდან ადამიანებს უშვებ, ეს ნორმალურად მიგვაჩნია? ეს არ ნიშნავს, რომ რეჟიმის მსახური ხარ შენ? შესაბამისად, პრეტენზიები და ყველაზე მთავარი, რატო დავიწყე იცით საუბარი? როცა ამაზე ვლაპარაკობდით, რომ აი ამ შეკითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, ხვდებით? ანუ ამაზე
მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ნაწილი ვერ მიხვდა რომ ამაზე ჯობდა აყოლა და არა იმაზე კონკრეტული ნაწარმოებით სუდია თუ კარგი რისი უფლება აქვს თუნდაც რომ ცუდი დადგას და ბოლო აუცილებლად უნდა ვთქვა არ შეიძლება რომ ეს არ ითქვას რუსთაველის თეატრში ის დირექტორი ყავს მოყვანილი რობერტ სტორუას, რომლის დანიშნაზე თავიდან ივანიშვილმა უთხრა უარი, რომელიც არის პარლამენტარ სამხარაძის სიმამრი. და თქვენ გონიათ, რომ აი ეს კორუფციონერი კაცი ტყუილად და ფუჭად არის ზურგის გარეშე ამ თეატრში. მე მგონი ჯობია ამაზე ვილაპარაკოთ, აი ეს პრეტენზიები წაუყენოთ ბატონ რობერტს. ხდებით? არა, ეს ხო, ანუ რუსთაველის თეატრზე ვილაპარაკოთ. შესაბამისად, აი ეს არის ის თემები, რატომაც არის პრეტენზია მისდამი და არა რეჟისორ სტურუასთან, მაგრამ რადგან პიროვნება განუყოფელია, შესაბამისად ის პასუხისმგებელია, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციის ხალხის მიერ დაფინანსებული თანამდებობის პირი. მე ბევრ რამეში ვერ დავეთანხმები. მე მხოლოდ ფაქტები ვთქვი, ასე რომ თქვენ თუ ვერ დამეთანხმებით. იმაზე რომ გააკეთო, აი სამი მსახიობი. სამ არაჩვეულებრივ მსახიობზე ჩემი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ და არიან. როცა გამოვიდნენ ამ მაისურებით, არაფერი ნამდვილად არც დაუბულინგებია, არც არაფერი არ უთქვამს, მაგის მერე კიდევ ითამაშეს სპექტაკლი, მათ ერთხელ. თუმცა უფრო არასწორი ინფორმაციები ბევრი მსახიობის მხრიდან უფრო არასწორად გავიდა, იმიტომ რომ თითქოს ჩვენ ვაბულინგებდით ჩვენ კოლეგებს და ესესი არ იყო ყველამ გულში რომ ჩაიხედოს და რეალურად ბევრი მიხვდა ამას რომ გავიდა დრო. იქ რა იყო სიმართლე და რა არა. იმ მაიკებით გამოსვლის შემდეგ კიდევ ეს ადამიანები 6 თვე იყვნენ თეატრში, არავის არ გაუგდია. უბრალოდ ერთ-ერთი მსახიობის არა, ხელშეკრულება შეგიძლია ნებისმიერ დროს მოხსნა. რომ ჩვენ გაგვიგრძელდა ხელშეკრულება და კიდევ გაუგრძელდათ მათ ხელშეკრულება და შემდეგ უკვე მოხდა რომ ერთი მსახიობის მხრიდან მოხდა ის რომ გამოვიდა თვითონ სატელევიზიოდ და თქვა რომ სრულიად თუ მე არ მინდა, მე თეატრში მინდა ვყოფნაო და ბატონ რობიკო სპექტაკლებში თამაში არ მინდაო და რა თქმა უნდა ეხლა ნებისმიერ რეჟისორის მხრიდან ესე რომ გამოხვიდე ყველაფერი ანუ აუცილებლად მოხსნის სპექტაკლიდან ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. მე იყო ამის მერე ჩივილი რომ მე რატო არ ვარ სპექტაკლებში დამაბრუნეთ. მე ვთვლი რომ ეს არასწორი ხა უკვე თეატრში რომელმაც არაფერი არ გაგიშვა და ხარ თეატრში შენ რო კიდევ აგრძელებ ამ პროტესტს და ბრძოლას სადაც ძალიან ბევრი ტყუილი ითქვა რომ თითქოს ჩვენ ვაბულინგებდით მსახიობ პირიქით 10 წელია ჩვენ ერთად მოვდივართ ჩვენ ერთად ბევრ სპექტაკლში გვითამაშია და ყველამ გულზე ხელი რო დაიდოს რეალობა ნამდვილად ხო არავის პასუხი არ მოუთხოვია და არავინ არ დაუბულინგებია. კი ბატონო. გაშვება არ იყო პოლიტიკური იქ შიდა რაღაც ეხლა ამის სატანა უბრალოდ წარმოუდგენელი ეხლა ეს არის ბოჭყალებში ამობ გაправება ეხლა ამ ფაქტის მერე პროცესი წავიდა ისე რომ ეს ხალხი თეატრიდან გაუშვეს დამთავრებულია აქ რა ლაპარაკი ეხლა დანარჩენი არის ყველაფრის გაკეთილშობილება ეხლა ამის და კარგი არ ღირს ეხლა არ ღირს ეხლა სტორუასის რა ოცნების იმაზე პირველ რიგში როზის ეგეც გვინახავს ეხლა რაზე მელაპარაკე ეხლა ფაქტები ვლაპარაკობ და თქვენ რაღაცა შეფასებით დავარდით და ნამდვილად პოლიტიკური რაღაცა არა მე კიდე უბრალოდ წარმოუდგენლად მეჩნია რუსთაველის თეატრზე ვილაპარაკოთ პოლიტიკის გარეშე იმიტომ რომ თავად რობიკო სტურუა არ გამორიცხავს მისი არსებობიდან პოლიტიკურ კონტექსტს და ფაქტორს. მისი აზრია და მე ვთვლი ესეთ როგორ არის რუსული რეჟიმის ეგრეთ წოდებული მართველი პარტიის პარტიულ ყრილობაზე პირველ რიგში ყავს კაცი ნანახი და როგორ გამორიცხავს? ანუ ძალიან შეფასებითი კარგი ქართული ოცნების ასე რომ თქვა რამე განსხვავება იქნება? ხო ერთი და იგივეა. რაც შეეხება კონკურენციას, ბატონ რობიკო იმხელა პერსონაა, რომ ჩემი აზრით ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო განსახილველიც კი, უნდა ყოფილიყო ბატონ რობიკო რუსთაველის თეატრში თუ არა. ამაში სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე, ქეთი და არა რეჟისორი. სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე. აი ეს საბჭოთა ინერციაა. ნამდვილად არის როცა მემკვიდრეობით გონიათ რომ ვიღებთ, არა ეს სრულიად სხვა ოჯახებიდანაც რეჟისორები, რომლებიც მემკვიდრეობიდან გადადიან და არიან დღეს რეჟისორები, ძალიან კარგი რეჟისორებია სამხატვრო ხელმძღვანელი სხვადასხვა რამეა, ქეთი. მე ამ თემაში ვერ გავყვები ამ ადამიანს, დანარჩენი
ის რაც ჩამოაყალიბა ბევრ რამეში მადლობა, ბევრ რამეში ვერ დავეთანხმები. ეს ადამიანი რუსთაველის თეატრში უნდა იყოს ღმერთმა დიდხანს ამყოფოს, იმიტომ რომ მაგრამ არა სამხატვრო ხელმძღვანელად. ქვეყნის სიყვარულს, რაც შეეხება მის პროტესტს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მის სპექტაკლში ყოველთვის გამოკვეთილად ჩანდა მისი სამშობლოსადმი სიყვარული, პატრიოტიზმი და თუ ვინმეს აქვს მისი სპექტაკლები ძალიან დიდი დოზით ნანახი, თუნდაც ამ ვეფხისტყაოსნით, ამით ამტკიცებს ის ადამიანი რუსთაველის მიმართ სიყვარულს, თამარ მეფის ადმი პატივისცემას, ამას როცა სპექტაკლს ნახავთ, მაშინ მიხვდებით რა არის რეალობა და რა არის კარგი შავი პიარი გაკეთებული. მე მადლობა მინდა გადაუხადო ბაპატიე, გაცადეთ თქვენ საუბარი, მე მადლიერება მინდა გამოვხატო იმ შავი პიარის მომწყობ და ასე ვთქვათ ამგორებელს, იმიტომ რომ პირიქით მოხდა, უფრო მეტი დაინტერესდა, ბევრმა უფრო მეტი რო ნახა, უფრო გამოხატა თავისი დაუშვათ წუხილიც, იმიტომ რომ მე მომდის მესიჯები და ვერ აუდივარო, პასუხი გავცე და აქედანაც მინდა მადლობა გადაუხადო. დანარჩენი ნამდვილად არ ვაპირებ ახლა მე ბატონ რობიკოს კიდევ ერთხელ დაცვას, იმიტომ რომ ყველაფერი გამოჩნდება, ყველაფერი თავის ადგილზე და ყველაფერი თავის ადგილს იპოვის. მე პირადად მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მოწვევისთვის ყველას აზრი მოვისმინე და მადლობა. აქ იყო რა კომპლიმენტებიც და თავისი აზრი უნდა დააფიქსიროს. ეს არის მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ვერ მივიღებ იმ ადამიანების კრიტიკას, რომელსაც კონკრეტულად ახლა ჩვენ ამაზე მოვედით, ხო? მე ამაზე სასაუბროთ მოვედი, პოლიტიკაზე სასაუბროთ არ მოსულ ვარ და ბატონ რობიკოს დასაცავად აქ. რუსთაველის თეატრის ბედი უფრო მანაღულებს ვიდრე კონკრეტული სპექტაკლის. რუსთაველის თეატრის ბედი სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ აი ამ სპექტაკლით კიდევ სხვანაირად დატრიალდება და მისი სიყვარული და არ გულისხმობ მარტო წარმატებულობას. სახეს გულისხმობ. სახე აი ამ ნამდვილად იდეური სახე ნამდვილად არის აი ამ სპექტაკლის მერე კიდევ უფრო მეტად ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, რომ ესეთი გამბედავი მსახიობი ხარ და ესეც არის ალბათ პოზიცია, ალბათ კი არა არის პოზიცია და ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა გაცემს მონაწილეობისთვის და მოდი გეჩქარება და შენ გახვალ. კი ბატონო და კი ბატონო ძალიან მოკლედ. მოდი და მე თათული. ირინე, შენ იუმორისტულ პასაჟზე დასვი კითხვა და ვეღარ ჩავშალეთ ეგ თემა მოკლედ ვიტყვი. რეალურად პოემასთან მივდივართ ისევ. პოემაშიც არის ეს ეპიზოდი, მეფე ძალიან დარდობს, რომ იმიტომ მინდოდა ძემ ყოლოდაო, რომ გადამეცა ეს ცოდნა რაც მქონდაო და მაგალითად მოხავს, რომ კარგი მშვილდისრის მსროლელი ვარო. და აქ ავთანდილი ფიქრობს, რომ კი, მაგრამ მეც კარგი მსროლელი ვარო და აი მეფეს ახლა ეს როგორ მივაწოდო ეს ინფორმაცია, როგორ გამოვიწვიო ასპარეზობაში და დავუმტკიცო, რომ მე ღირსეული კანდიდატი ვარო. და სწორედ მაშინ იყენებს შოთაც და სტურვაც ამ იუმორს, რომ აი რაღაცა შეხუმრებით სიცილით ეუბნება, რომ მეფეო თუ არ მიწყენ, ახლა მე ტოლს და სწორს არ დაგიდებო და აი რეალურად, კონტექსტუალურად არის ეგ იუმორიც ჩასმული, როგორც შოთა ამბობს, რომ ამ დროს აი ხუმრობდნენ, სცენაზეც ვიხილეთ, რომ იყო შეხუმრობა და სიცილი და კისკისი. კი ბატონო. ცალკეულად დაცინვან, მე ვიტყოდი, რომ არც თვით ირონია არ იყო იქ, თუმცა ეს ჩემი შეფასება. კი ბატონო, აი მაყურებელს რას ეთყოდი, ვისაც არ აქვს ნანა. ვეტყოდი იმას, რომ აუცილებელია ჯერ ვნახოთ დადგმა, წავიკითხოთ წიგნი, ვნახოთ ფილმი და მხოლოდ ამის შემდეგ შევაფასოთ. შესაძლოა არ მოგვეწონოს და ეს უნდა ვთქვათ და ასევე შესაძლოა მოგვეწონოს და ესეც უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველანაირი აზრი უნდა არსებობდეს. ეს ქმნის საზოგადოებას. დიდი მადლობა და გიორგი. მე ერთადერთი მინდა და პატარა რეპლიკა გამეკეთებინა ქეთის ნათქვამზე, რომ ბატონი რობერტის სიყვარული სამშობლოსადმი, ხელოვანი თავისუფალია კიდევ ერთხელ, რომ რაც უნდა ის დადგას ის ნაწარმოები, მაგრამ ფაქტს ვამბობ და ესეც არ არის შეფასების ნაწილი. ვინმე დამისახელოს ერთი სპექტაკლი ბატონი რობერტის დადგმული 90-იანი წლებიდან დღემდე არსებულ მიმდინარე პრობლემებზე, პრობლემატიკაზე, სოციალურზე არ გულისხმობ მარტო ყოფით დონეზე, ხო? ანუ საზოგადოებრივ საკითხებზე, ის რაც რეალურად იმ მომენტში აწუხებს ქართულ საზოგადოებას.
ის დგავდა ასეთ ნაწარმოებებს მხოლოდ მაშინ, როცა პირადად შეაწუხა წინა ხელისუფლებამ, ან ის თვლიდა, რომ შეაწუხა პრეზიდენტი, ჯარისკაცი დაცვის ბიჭი, ხო, ჭალაშჩიტი მამკვდარი იყო და ასე შემდეგ. ანუ დანარჩენი, როცა ის კომფორტში იყო ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ვერ გავიხსენებთ სპექტაკლს, რომელიც იყო დადგმული არც ქართული საზოგადოების იმ დღევანდელ სადგევარს და ამაში არ გულისხმობ შაბლონურად პირდაპირ გაზეთის სტატიასავით დადგმას და ბატონი რობერტის რანგის ადამიანი რომ ამას არ იზავდა ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის განზოგადებულ თემატიკას მიმართავდა და ეს მისი უფლება ბუნებრივია. ერთი წუთი ახლა ხო არ მეშლება, შეიძლება მეშლება. მე რა როსველი ესამანი ვისი სპექტაკლია? მისი რობერტ სტურუასი არ იყო იქ სატკივარი ქართული საზოგადოების ნარკომანიის აი ეს ომის პერიოდი დაკარგული თაობა ძალიან კარგად იყო და ახალგაზრდებისთვის გასაგებად მიზეზი რა იყო ამისი სადმე ჩანდა იმ სპექტაკლში როგორ მიზეზი რა მიზეზი რა ქართული საზოგადოების ფონი რაც იყო ხო ფონი ვინ შექმნა არა, ეხლა თქვენ რა გასწრთხოთ რეჟისორს, რომ ეს განცხადებები გააკეთოს პოლიტიკური სპექტაკლებში? განცხადებები არა. გაჩვენა ის სატკივარი, ყველაზე მთავარი სატკივარი გაჩვენა. ასდაკის სცენით, როცა ამბობს სიკეთე თესოთ მაშინ როცა საბჭოებს ბოროტების იმპერიას ეძახდნენ და ეს კონტრასტი რა ბოროტება და ხვდებით მე ასეთ მეტაფორებზე ვლაპარაკობ. ანუ როცა ის ცდილობს რომ ხელისუფლების ბრალეულობასა და დანაშაულობას თვალი დახუჭოს და თორე ისე რა თქმა უნდა ხა ჰამლეტს რო დგავს იქაც სატკივარია ხო და იგულისხმება ხო და ხო ან რა ვიცი ნებისმიერ რა ვიცი ნახვის დღეს კი ჩასაფრებული პოზიცია ხო არ გაქვს იცით ბატონი რობერტ კიდე ერთხელ ვამბობ ბატონი რობერტი რო იყოს რაღაც არ მინდა ხა ცუდად თქვა მაგრამ რა ვიცი მაგალითად ძველ ადრე რო იყო რაღაცა მუსკომედიის თეატრი და ამ თეატრის ხანძღვარელი ამ პრეტენზიას არ წაუყე ეს არის ეროვნული თეატრი ეს არის ნომერ პირველი რეჟისორი და მას აქვს ამბიცია რომ არ ვიცი მე-10 თუ 37 ვადით იყოს ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და განსაზღვრავდეს ამ თეატრის სახეს მათ შორის იდეურ სახეს ამიტომ გვაქვს ეს პრეტენზია თორე მას რომ უნდადეს რაღაცა ისეთ სუბუქი მიუზიკლების დადგმა და უბრალოდ რაღაც ხალხის და მისი ნიშა ეს იყოს არც წაუყენებდით ამას მით უმეტეს მან მიგვაჩვია მისი ადრეული შემოქმედებით რომ ის პოლიტიკური თეატრს გვაჩვენებს ხვდებით ამიტომ მოთხოვნად მისგან წამოყენებული განაცხადიც და ჩვენგან არსებული მოთხოვნაც ერთმანეთს ემთხვევა მაგრამ აღმოჩნდა რომ ფაქტის წინაშე რომ დავდექით ეს მოთხოვნები ერთმანეთს აცდა ეს არის და ეს ძალიან დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს მადლობა ქეთის რომ იღებდა მონაწილეობას და მაყურებელს ვეტყვი რომ ზუსტად ჩემი როგორც წამყვანის და ამ გადაცემის მონაწილის ასე ვთქვათ მიზანი სწორედ ეს არის და მგონია რომ ეს არის ის სტანდარტი რაც მინდა რომ წარმოჩინდეს ამ გადაცემით რომ არსებობს სხვადასხვა აზრები განსხვავებული აზრები და ეს არის ჯანსაღი განვითარების ნაწილი და მივეჩვიოთ და ეს ცოტა გვაკლია ქართულ საზოგადოებას და მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიღებას დანახვას მოსმენას თუნდაც დებატებს აი ესეთ კონსტრუქციულ ფორმატში. დიდი მადლობა მაყურებელს და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ. მადლობა.